იმშობი არა, ბავშვი კარგად არის, დედა კარგად არის, გავუშვით სახლში, მაგრამ მე ამაზე არავინ არ ფიქრობს, დედას რა დისკომფორტები ექნება სახლში. აქ შემოგაქვს ისეთი განსხვავებული წერტილები, რომელსაც შეიძლება ქალს ან არ უფიქრია, ან პირიქით ყოველდღიაც ხდება. რატო არ ექცევა საქართველოში ამას ყურადღება, იმიტომ რომ მუცელი დაგრჩა, მე რა იმშობი არა, შენ ხო დედა ხარ. პოსტსამშობია რო აღდგენის დროს განსაკუთრებით, ნორმა გონია დაცემინებისას ცოტა შარდი რო ეპარება. განსაკუთრებით პრესებზე ხალხო, ვინც ახალი ნამშობიარები ხართ, არ გააკეთოთ პრესები. იმის გამო რაც ხდება ჩვენ სფეროში და ჩვენ ვართ ამაზე პირველი პასუხისმგებლები, არასწორი წმენა წარმოდგენების გამო ირჩევენ ამ გზას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს. ორსულობაში ამ კუნთებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, იმიტომ რომ მეორე მნიშვნელოვანი ფაზაზე ქალის ცხოვრებაში. ორსულობაზე და ლაქტაციის პერიოდზე. ამას მოსდევს მერე მენსტრუაციის არევა, ანოვულაცია, შეიძლება უშვილობამდეც კი მივიდეს. კვებითი მიმართებები მენსტრუალური ფაზისთან გამომდინარე. როგორი ცვლობა? ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალი დილას იღვიძებს და პირდაპირ იწყებს ვარჯიშს. შენ თქვი რომ ქალის ორგანიზმი აქ დავამატებ მithumetes რეპროდუქციულ ასაკის ქალის ორგანიზმი თუ ცდები შემისორე სტრესორების მიმართ მეტად სენსიტიურია ვიდრე მოგესალმებით მეგობრებო Nutrition Academy of Georgia's რიგით მეორე პოდკასტს უყურებთ დღეს საუბრობთ ქალის ჯანმრთელობაზე კვებით ფიზიკური აქტივობის ჭრილში სტუმრად ყავს ნანკა ქიზიყურაშვილი ექიმი რეპროდუქტოლოგი ფიტნეს მწვრთნელი მრავალწლიანი გამოცდილებით რომელიც მუშაობს ახლა ძირითადად ორსულ და პოსტპარტუმ ქალბატონებთან ის ასევე არის Nutrition Academy of Georgia's და NESM-ის სერტიფიცირებული nutrition coach-ი. დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ქალებისთვის, რომელიც თემაც ან კითხვა ქონიათ, ან აუცილებლად აგებადებოდათ კითხვა მაშინ, როცა ფიზიკურ აქტივობაზე ან კვებაზე მიდგებოდა საქმე. ნანკა პირველი მინდა დავიწყოთ იმ თემაზე საუბრით, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს. საქართველოს ნუტრიციოლოგია ჯუნგლებს გავს და ქალბატონებიც, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში თავის სასურველ თემებს იძიებენ, ესმით უამრავი მითი, უამრავი ქაოსი. კეტო დიეტა, ფასტინგი, ნახულობენ ინფლუენსერებს, რომლებიც რავს ჭამთ დღეში ტიპის ვიდეოებით, ცდილობენ 800 კალორიიანი დიეტები და აჯერონ რომ მხოლოდ ეს არის წყარო სასურველ შედეგის მიღწევის. აი ამ ქაოსის გაფილტვრის ჯადოსნური ჯოხი რო გეჭიროს ხელში. რა სამ მნიშვნელოვან რჩევას დატოვებდი ქალბატონებისთვის კვების ჭრილში, რომელი რჩევაც უმეტესობა ქალბატონს ასაკის და მიუხედავად ვიცით ძალიან ისეთ ჯადოსნურ რჩევას გთხოვ, წაადგებოდა. რამე უნივერსალური სამი მოცემულობა გვაქვს, რაც ყურადღება უნდა გამოხილოს ყველა? პირველ რიგში მოგესალმები და ძალიან მიხარია შენ პოდკასტში ყოფნა და საშუალება რომ მეძლება რომ ამ თემებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მოკლე ვიდეოებში ვერასდროს ვერ ვატევ მთლიან ჩემს სათქმელს და დღეს ვეცდები რომ ყველაფერი ჩავაკვეხო რისი თქმაც მინდა, რაც მინდა რომ ქალებმა, განსაკუთრებით ქალებმა გაიგონ და გაითავისონ. ეხლა შენს კითხვას რაც შეეხება სოციალურ ქსელებში მართლა უამრავ ინფორმაციას ვაწყდებით და ხშირად ქალები ცდილობენ რაღაც წესების ხშირად ურთიერთსაპირისპირო წესების დაცვას, რაც საბოლოო ჯამში არანაირი შედეგის მომტანი არ არის, ხო? მაგრამ აი როგორც შენ მითხარი, რომ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, სინამდვილეში ძალიან მარტივია ყველაფერი, სამ რაღაცას დავტოვებდი. პირველი ის, რომ ჩვენი თებში დავაბალანსოთ მაკრონუტრიენტებით, ყველა მაკრონუტრიენტით, ცილა, კომპლექსური ნახშირწყალი და სასარგებლო ცხიმი აუცილებლად, იმიტომ რომ რატო? ცილა გვაძლევს კუნთების საშენ მასალას, ჰორმონების საშენ მასალას და დანაყრების შეგრძნებას, ნახშირწყლები გვაძლევს ენერგიას და გვეხმარება იმაში, რომ შაქრის უაზრო რყევები არ გქონდეს მთელი დღის განმავლობაში და სასარგებლო ცხიმები, რომლებიც ასევე უპირობო კომპონენტია ჰორმონალური ჯანმრთელობისთვის, ქალის შემთხვევაში განსაკუთრებით და პლუს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებისთვის, ხო? დაბალანსებული თებში. კი ბატონო, ეგ არის ერთი დაბალანსებული თებში. მეორე ის არის, რომ არა მარტო კალორიულ დეფიციტზე, არამედ თვითონ ნუტრიენტების სიმჭიდროვეზე ვამახვილებდეთ ყურადღებას, იმიტომ რომ 100 კალორია ავოკადო და 100 კალორია დამცხვარი საერთოდ განსხვავებულ ბიოქიმიურ სიგნალებს უშვებს ჩვენს ორგანიზმში, ხო? და შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და მივცეთ ორგანიზმს საშენი მასალა და არა უბრალოდ კალორიები, რომლებიც არაფრის მომცემი იქნება. ანუ მაშინ როცა 1 კილოგრამი ქვაც 1 კილოგრამია და 1 კილოგრამი ბამბაც 1 კილოგრამია, არ ნიშნავს რომ ერთმანეთის მსგავსია. ხო, კალორიებზე ზოგადად ცნებები გვერავა ხოლმე, იმიტომ რომ გვიჭირს აღვქვათ, რომ კალორიები არის საზომი ერთეული, საკვების ენერგეტიკული ღირებულების. ამიტომ კილოგრამებზე როცა გადმოვდივართ და კალორიებზე, რომ ეს არის მასის საზომი ერთეული, მე როგორ უმარტივდებთ ხოლმე აღქმა.
ნუტრიენტულად მჭიდრო საკვები და არა მხოლოდ კალორიული დეფიციტი. არის მეორე რჩევა. კი, რა თქმა უნდა და მესამე ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა იქნება და ის რომ არ ვიშიმშილოთ, მივიღოთ ყველა კვება, რომელიც გვჭირდება და ვიყოთ თანმიმდევრულები და გქონდეს მოთმინება, იმიტომ რომ საუკეთესო დიეტა შენც ალბათ დამეთანხმები არ არის ის დიეტა, რომელსაც სწრაფი შედეგი მოაქვს, არამედ ის, რომელსაც ხანგრძლივად და სიამოვნებით დავიცავთ. ანუ მეუბნები რომ ფასტინგი არ გავაკეთო? არა, ფასტინგი არ გააკეთო, თუ ძალიან სტრესის მომტანია შენთვის, მე მაგას გეტყოდი მაინც, იმიტომ რომ კი აქვს ფასტინგს თავისი პლუსები და თავისი მინუსებიც, ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმი, ამაზე მოგვიანებით უფრო მეტად ჩავშლი და ვისაუბრებ. მთავარი არის, რომ არ გამოვტოვოთ კვება და არ ვიშიმშილოთ, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით ეს არის უდიდესი სტრესი, მათ შორის ჰორმონალური სტრესი. რასაც მივყავართ ძალიან ცუდ შედეგებამდე. ფასტინგის თემას დღეს ალბათ შევეხებით. მაგრამ იცოდეთ რომ დაახლოებით იმ დროს როცა ეს ჩვენ გენიალური პოდკასტი წინასწარ უგრძნობთ რომ გენიალური იქნება. გავა ასევე იქნება ერთი ვიდეო ყველაფერი ფასტინგის შესახებ. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი წერტილები რაც დღეს ქალებს შევახსენებთ. ასევე იქნება იმ ვიდეოში ამოწურული, ასე რომ გული არ დაიწყვითოთ, ჩვენ დღეს ფასტინგზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ყველაზე პირველი რაც მახსენდება პირველი გზა და უნივერსალური ჯანსაღყოფის მიდგომა წონის კლუბისთვის ფასტინგი დგას ალბათ ყველა ტოპ 3-ში. ამიტომ აუცილებელი განსახილველი თემაა. ეს ფასტინგი შეიძლება ძალიან ჭკვიანური იყოს, ისე რომ არ შიმშილობდე, არ გაკლდეს არანაირი მიკრო და მაკრონუტრიენტები და თან ფასტინგის საათებიც გამოგდიოდეს. ფაქტობრივად ძალიან მარტივია, იმიტომ რომ დილას თუ დგები, იწყებს აუზმით და საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე ჭამ და უფრო გვიან არ ჭამ და დროზე იძინებ და შენი ცირკადული რითმი რიგზეა. ისედაც გამოგდის ბუნებრივად ფასტინგი. შეიძლება 24 საათიანი არა, მაგრამ 16 საათიანი, 18 საათიანი გამოდის თავისუფლად ასე. ნაკა გითხრა, რომ ფასტინგი ყველაფერი ის არის, რაც გონია. ფასტინგი მეგობრებო არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს ბოლო კვებიდან 8-12 საათის განმავლობაში უზმოდ ყოფნას. ეს 8-12 საათი არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზმში ისეთი მეტაბოლური ცვლილებები დაიწყოს, რომელიც ფასტინგის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ანუ თუ 8 საათი გძინავთ, გაღვიძების მერე 1 საათი შუალედში ჭამთ და დაძინებამდე 2-3 საათით ადრე თავს იზღუდავთ კვებისგან, როგორც ისეც უნდა იქცეოდეთ, თქვენც ფასტინგზე ხართ, მეგობრებო. ანუ უბრალოდ ადამიანის ჯანსაღყოფის სტილს მიყვება, ასე თუ ისე ფასტინგზეა. ანუ აქვს რეგულარული კვების და შიმშილის დრო. ხო, აი ფასტინგის ცნება რო ესმით, რატომღაც გონიათ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ რაღაც დღის მონაკვეთი ისეთი, სადაც შიათ, მაგრამ ვერ შეჭამენ, იმიტომ რომ ფასტინგზე არიან და ესე არ არის რეალურად, ხო? ალბათ ჩვენ უკეთ ჩაშლი ამ თემას, როცა ფასტინგზე ცალკე ვიდეოს გააკეთებ, დარწმუნებული ვარ. იცი რა მითხრა ნანკა? 3 ჯადოსნური რჩევა გავიგეთ, რომელიც რომ მქონდა ჯადოსნური ჯოხი ყველას ურჩევდი რომ მიყოლოდა. ეხლა მოდი მეორე მხარეს მითებია. იმიტომ რომ რეალურად ეხლა ჩვენ მსმენელიც ამ პოდკასტს იმიმედით ნაკლებად უსმენს რომ რამე ახალი აიგოს. უსმენს იმიმედით რომ გამოარგვიოს იმ 1000 ინფორმაციაში რომელიც გაუგია, რომელია სწორი. ან უფრო მნიშვნელოვანია რომელია დასაპრიორიტეტებელი. იმიტომ რომ სწორი ცნება შეიძლება ბევრი ვიპოვო. რაც შევიეთ ხოლმე ჯანსაღყოფის მიმართებაში, ხო, არ ვიცი, წინ მინდებს ბროკოლი, ამ ბროკოლიში ავიღე ერთ ნივთიერება, არ ვიცი, სულფორაფანი, რომელიც ანტისიმსნური პროპორციებიც აქვს და ავიყვანე პედესტალზე. ან პირიქით, ავიღე რომელიღაც ხელოვნური დამატკობელი უშაქრო კოლაში, დავიჭირე და პირიქით, დავიყვანე მიწაზე და ვთქვი, რომ აი ამის გამო არის ეს ბოროტება. აი ეს რადიკალური მიმართებები ახასიათებს კვებას, იმიტომ რომ მარტივი აღსაქმელია, კი ან არას პრინციპი, ყველაფერი არაფერის პრინციპი, მარტივი აღსაქმელია და მეორე მისაყოლია მარტივად. როცა ვიცი რას ჭამ და რას არ ჭამ, მეტი ენერგია მეხარჯება, როცა მიდგება საქმე, როცა დავსვამკითხოს გააჩნია. უბრალოდ ამასობაში ჩემ ტელემაყურებელს მიმართა რომ იცოდეთ, ყველაზე მთავარი დამნაშავეები ჩვენ ვართ ამ სფეროს წარმომადგენლები, იმიტომ რომ ეს განცდა გაქვთ თქვენ ჯანსაღყოფასთან მიმართებით. სწორედ ამის მიზანია ჩვენი პოდკასტი, რომელიც მტკიცებულობას დაფუძნებულ პრაქტიკებს კვების ჭრილში მოგითხრობთ. თუ ეს პირველი პოდკასტია, რომელსაც უყურებთ, აქამდე რამდენიმე პოდკასტი ამ ვიდეო დაგხვდებთ გვერდზე და კიდევ ბევრი წინ. ამიტომ როცა საქმე მითებს მიდგება, 3 რჩევა გავიგე, რომელი მითია შენი აზრით, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ქალის ჯანმრთელობას, როცა თვალდახუჭული მიუყვება, იმიტომ რომ ყველა მითს როგორც წესი რაღაც სიმართლის მარცვალი მაინც აქვს, რომელზეც დაშენებულია მე არასწორი მიდგომები. რომელი მითია ყველაზე ბოროტ მოქმედი?
ძალიან კაი კითხვა დამისვე, იმიტომ რომ აი პირდაპირ გამიჩნდა შენს კითხვაზე პასუხი. ეს არის ცხიმის წვის მიზნით უზმოზე ვარჯიში ქალისთვის. არ ვამბობ კაცისთვის, ნებისმიერი. მაგრამ ძირითადად კარდიოს აკეთებენ ხოლმე ცხიმის წვის მიზნით, აი უზმოზე კარდიო მაგარია ცხიმს წვავს მაგრათო. ქალის შემთხვევაში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებული. ანუ ქალი და კაცი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კუთხით, პირველ რიგში ჰორმონალური ჯანმრთელობის კუთხით, ამაზე დღეს ძალიან ბევრს ვილაპარაკებ. და არ ვამბობ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია, მაგრამ მცდარია ქალების შემთხვევაში. აქამდე რაც კი რამე კვლევა კეთდებოდა საერთოდ ათლეტებზე, ჯანსაღ-ცხოვრებაზე, ვარჯიშზე და ასე შემდეგ, ძირითადად ყველა კვლევა იყო კაცებზე, ხო? შესაბამისად, კაცებზე მორგებული კვლევები, რჩევები და ასე შემდეგ ავტომატურად გადმოდის ქალებზეც. მაგრამ ქალის ორგანიზმი არის სრულიად განსხვავებული ბიოლოგიური სისტემა, რომელსაც ჭირდება ცალკე თავისებური მიდგომა და არა კაცების რჩევების გათვალისწინება. ხო. კაცებისთვის ოღონდ ცოტათი მცირედი. ესეთ მიმართება ხოლმე. დადგინდა კაცებისთვის ნორმა და შედარებით მცირედი ნორმა ქალებისთვის. არა, სრულიად განსხვავებული ორგანიზმები ვართ და საერთოდ სხვა მიდგომა ჭირდება. და აი ეს უზმოზე ვარჯიშის თემა არის ის, რაც ყველაზე მეტად ურტყავს ქალურ ჯანმრთელობას და ჩემს ნერვებს, როცა ეს მესმის, იმიტომ რომ აი მოდი თავიდან დავიწყოთ და ავხსნათ ახლა რა არის და როგორ არის, ხო? პირველ რიგში იმისთვის რომ გავიგოთ რატოა ეს მავნებელი, უნდა გავიგოთ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა და ჩვენი ორგანიზმი, ქალის ორგანიზმი ამ შემთხვევაში. თითოეულ უჯრედს ჩვენს ორგანიზმში გააჩნია თავისი ბიოლოგიური საათი, ხო? ანუ არის master clock-ი, მთავარი საათი, რომელიც ტვინში არის მოთავსებული და რეგულირდება სინათლის მიხედვით, ანუ რო თენდება რაღაც დონის ჰორმონები გამომუშავდება, რო ბნელდება, რაღაცები იწევს ქვევით, რაღაცები ამოდის ზევით, ხო? კორტიზოლზე და მელატონინზე მაქვს ძირითადად ლაპარაკი, მაგრამ ბევრი არის ეგეთი. არსებობს ასევე პერიფერიული საათები, რომლებიც გვაქვს ღვიძლში, კუნთოვან ქსოვილში, ცხიმოვან ქსოვილში და ეს პერიფერიული საათებიც თავისებურად მუშაობს, მათ არეგულირებს ჩვენი ფიზიკური აქტივობა, კვების მიღება და ასე შემდეგ, ანუ მსგავსი ფაქტორები, ხო? ანუ ტვინი მთავარი და პერიფერიული ღვიძლი, კუნთოვანი ქსოვილი, ცხიმოვანი ქსოვილი, რითიც განპირობებული არის ჩვენი ვარჯიში, კვება და ასე შემდეგ. მთავარი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ორგანიზმის სინქრონული მუშაობისთვის არის ის, რომ ეს მთავარი და პერიფერიული საათები მუშაობდეს სინქრონულად, იმიტომ რომ როცა ეს სისტემა ხდება ასინქრონული, მაგალითად, ღამე ჭამა, მაშინ როცა ტვინი მოსვენებულ მდგომარეობაშია, პერიფერიული ორგანოები ჭამის და აქტივობის სიგნალს იღებს, ხო? დესინქრონიზაცია ხდება და იწყება მეტაბოლური ქაოსი. ეხლა ცალკე ვარჯიშის თემა ავიღოთ. ნელ-ნელა ჩავშლი, რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს. ვარჯიშის დროს რა ხდება? ბუნებრივად იმატებს კორტიზოლის დონე, იმისთვის რომ ვიყოთ შრომის უნარიანები, მოხდეს გლიკოგენის დაშლა, გამოთავისუფლდეს ენერგია და გქონდეს ვარჯიშის შესრულების საშუალება, ხო? ვარჯიშის დასრულებისთანავე ეს კორტიზოლი უნდა დაუბრუნდეს თავის დაბალ დონეს, რომ დაიწყოს აღდგენითი, ანუ ანაბოლური პროცესები ორგანიზმში. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქალი დილას იღვიძებს და პირდაპირ იწყებს ვარჯიშს. ვარჯიში ხო თავისთავად სტრესია ორგანიზმისთვის და კორტიზოლი იწევს მაღლა, მაგრამ ამას ემატება შიმშილით გამოწვეული სტრესი, ანუ შენი პერიფერიული საათები სიგნალს აძლევს ორგანიზმს, რომ მოიცადა ერთი წამი გლუკოზა არ გვაქვს, ენერგია არ გვაქვს, სტრესია, როგორ ვიმუშაოთ, როგორ გავაკეთოთ ეს ვარჯიში, ხო? შესაბამისად, გამომუშავდება ჭარბი რაოდენობით კორტიზოლი. ვარჯიშის მერე 1 საათის განმავლობაში ქალმა თუ არ მიიღოს საკვები, ქალებზე მაქვს საუბარი, კაცებზე არა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არ ეგონოს ყველას უკრძალავ ყველას. არა, ნამდვილად არა, უბრალოდ ქალის თავისებურებაზე მაქვს ახლა საუბარი, რაც საკმაოდ ახალი ინფორმაციაა. რეპროდუქციული ასაკის ქალზე გაქვს საუბარი? გოგონებზე გაქვს საუბარი? ყველა ქალზე მაქვს საუბარი, განვრჩევად ასაკის და ამ შემთხვევაში ასაკობრივ თავისებურებებზე მე ვილაპარაკებ კიდე. იმ შემთხვევაში, როცა ქალი ასრულებს ვარჯიშს და 1 საათის განმავლობაში არ მიიღებს საკვებს, ისევ კორტიზოლის ჭარბი დონე ნარჩუნდება, ანაბოლურ, ანუ აღდგენის ფაზაში ვერ გადადის ჩვენი ორგანიზმი და გვაქვს ვიღებთ კორტიზოლის გახანგრძლივებულ გაწელილ მდგომარეობას იმის ნაცვლად, რომ კორტიზოლის პიკი გქონდეს და დაუბრუნდეს თავის დონეს, ხო? ანუ ეს გვაძლევს იმას, რომ კორტიზოლის ქრონიკული პიკი გვაქვს მთელი დღის მანძილზე. და რა ხდება ამ დროს?
ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი ვარდება, ასე ვთქვათ, პანიკაში, სტრესში და ირევა ჩვენი ცირკადული რითმი. ანუ მაშინ, როდესაც ტვინი უკვე მოსმენების მდგომარეობაში უნდა გადადიოდეს, პერიფერიული საათები ჯერ კიდევ შოქშია და ვერ ეწევა, ხდება დესინქრონიზაცია, ეს არის შენი ცირკადული რითმის არევა. ასევე ხდება ჰორმონალური კასკადის ჩაშლა, იმიტომ რომ არსებობს ჩვენს ორგანიზმში ესეთი ჰორმონი, პრეგნენოლონი, რომელიც არის პროგესტერონის და ტესტოსტერონის წინამორბედი. მაგრამ ჩვენი ორგანიზმი პრეგნენოლონს ასევე იყენებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლის გამოსამუშავებლად. ანუ, როდესაც ჩვენ გვაქვს ქრონიკული პიკი მთელი დღის მანძილზე ამ კორტიზოლის, რომელიც არ დავარეგულირებთ, იმიტომ რომ კვება გამოვტოვეთ, კორტიზოლს მიაქვს მთელი პრეგნენოლონის მარაგი და შესაბამისად არ რჩება ადგილი პროგესტერონის გამოსამუშავებლად, რაც საბოლოო ჯამში ქალს აძლევს ძალიან მძაფრ PMS-ის სიმპტომებს, ლიბიდოს დაქვეითებას, დაღლილობას, უენერგიობას და იმის მაგივრად, რომ დილის ენერგიული ვარჯიშის მერე კარგად იგრძნოს მთელი დღე თავი და იყოს ენერგიულად, არის პირიქით უფრო გადაღლილი, უფრო დაბალი ენერგია აქვს, არაშრომის უნარიანია და ასე შემდეგ, ხო? ასევე მინდა ვისაუბრო ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ საკვერცხის სისტემაზე, რომელიც კორტიზოლი ჩართულია მანდაც ეხლა ამ სისტემაზე რაც თქვი. კი, ყველაფერში კორტიზოლია ჩართული და ამიტომ აქვს ამაზე საუბარი. ეს სისტემა ვიცით რომ გვირეგულირებს მთელს ჰორმონალურ ციკლს, ხო? ერთხელ თქვინელად და მე ამოვაგდებ ცოდნა. ეს არის ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და საკვერცხის ღერძი. ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი, ვინც არის ის აუხსნი, რომ ტვინის სტრუქტურებია, რომლებიდანაც გამომუშავდება სხვადასხვა ჰორმონები, მათ შორის მენსტრუაციის მარეგულირებელი ჰორმონები და იმ დროს, როდესაც ორგანიზმი ვარჯიშობს უზმოზე და გადაჭარბებულ სტრესშია, ეს გადაჭარბებული რაოდენობით კორტიზოლი მოქმედებს ჩვენს ჰიპოთალამუსზე იმ გზით, რომ ამცირებს GnRH-ის, ანუ იმ ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც გვირეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. ეს არის ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონი, ანუ FSH და LH ალბათ ყველა ქალს გაუგია, ვისაც ერთხელ მაინც გაუკეთებია ჰორმონალური ანალიზები, ყველას ეცოდინება, ხო? და გვიღირს კი უზმოთ ვარჯიში იმისთვის, რომ ამდენად ავურიოთ ჩვენი ჰორმონალური სისტემა და ციკლის მიმდინარეობა, იმიტომ რომ ამას მოსდევს მერე მენსტრუაციის არევა, ანოვულაცია, შეიძლება უშვილობამდეც კი მივიდეს. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ უზმოზე თუ ივარჯიშე ერთხელ და ორჯერ ეს დაგემართება, მაგრამ როცა სისტემატიზებულია ეს ჩვევა და ყოველ დილას ვდგები უზმოზე ვარჯიშობ და მე 1 საათის მანძილზე კიდევ არ ვიღებ საკვებს, მივიყვან სადღაც ჩემ ორგანიზმს იმ დონემდე, რომ ჩავშლი მთელს ჰორმონალურ ციკლს, ხო? ნანგა ერთი კითხვა მაქვს. როცა ვიძახით უზმოდ ვარჯიშს რას დავარქმევთ? წარმოიდგინე ორი სიტუაცია. ვიცი რომ ზღვარი არ არსებობს, მაგრამ წარმოდგენის დონეზე რომ ჩამოგვყალიბდეს. უზმოდ ავდექი და გაწელვითი ვარჯიშები გავაკეთე. გაწელვა არ არის იმდენად ფიზიკური სტრესი, როგორც ჩვეულებრივ, ანუ დილას ვარჯიშს ვეძახი, უფრო კარდიოს ტიპის ვარჯიშს, ძალისმიერ ვარჯიშს, ანუ აქვს ზოგ ადამიანს ისე აწყობილი რეჟიმი, რომ დილას მიდის სავარჯიშოდ, მერე მიდის სამსახურში. ანუ შედარებით მაღალი ინტენსივობა, ამაზე გასაუბარი. კი, მაგრამ და დილა ნებისმიერი. არა, რამდენ ხნიანია ვარჯიში? შენი აზრით, სად იქნება ის აი sweet spot-ი, წარმოიდგინე გოგონა ყავს, რომელთანაც მისი დღიური გრაფიკიდან გამომდინარე დილით კვება არ სიამოვნებს, ნებისმიერ საკვების მიღება იწვევს დისკომფორტს. აი, მაგაზე მინდოდა საუბარი. მაგრამ უწევს მალევე მერე სამსახურში წასვლა. არ ვივარჯიშო? არა, მაგაზე მინდოდა საუბარი ზუსტად, რომ არიან ადამიანები, ვინც დილას ადრე იწყებს ვარჯიშს და სრულფასოვანი საუზმის მიღების არც დრო აქვს და არც იქნება მიზანშეწონილი ინტენსიურ ვარჯიშამდე დამძიმებული კუჭით, რომ მიხვიდე დარბაზში, ხო? მაგრამ game changer-ი არის აი სულ რამდენიმე კოვზი საკვების მიღება. შეიძლება წინადღით გამზადებული ჩიას პუდინგი გქონდეს, რომლიდანაც 2-3 კოვს გადაყლაპავ და ისე წახვალ და ამასობაში ნახევარი საათი, სანამ დარბაზში მიხვალ და ვარჯიშს დაიწყებ, იმიტომ რომ მივატვინამდე ინფორმაცია, რომ უსაფრთხოდ ვართ, ენერგია გვაქვს, ვარჯიში შეგვიძლია და კორტიზოლი ისე გამომუშავდება და იმ თავის პიკს ისე მიაღწევს და მე ისე ჩამოვაქვევით, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ შენ დასტრესილ სიტუაციას კიდევ სტრესს უმეტებ, ეგ უარეს შვება საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ქალური ჯანმრთელობის მხრივ ცუდ შედეგებამდე მივალთ, ამის თქმა მინდა რა. ანუ
საუზმე არ წარმოვიდგინო სრულყოფილი სავსე მაგიდა, რომელიც აუცილებლად იყოს მიღებული. არანამდვილად შეიძლება ეს იყოს ვაშლი და ერთი კოზი მიწისთხილის კარაქი, შეიძლება ეს იყოს წინადღით გამზადებული ჩიას პუდინგი, სხვა შორის ლაშა რამიშვილს ედო იდეალური რეცეპტი, რომელიც აი ჩემთვის ის რეცეპტს ამოვანათებთ სადმე. კი, მართლა უნდა პატარა ფანჯარაში უნდა ჩასვა აუცილებლად ამ პოდკასტში მე მგონი, იმიტომ რომ არის იდეალური. რაღაც ტირამისუს მსგავსი ჯანსაღი საუზმე გააკეთა, სადაც იყო შვია, ნუშის რძე, ჩიას მარცვლები, კაკაო, ყავა, მიწისთხილის კარაქი და მე ცოტა პროტეინს ჩავამატე შიგნით. აი, როცა დილას ვერ ვასწრებ საუზმეს, ეს დიდი გამზადებული ჯამი მიდევს ხოლმე მაცივარში და აი სულ 2 კოვზი რო ჭამო, იმდენ რაღაცას იღებ, იქიდან ცილას იღებ, სასარგებლო ცხიმს იღებ, ნახშირწყალს იღებ და კოფეინსაც კი იღებ, რომელიც დილას გჭირდება, თუ ყავის დალევა ვერ მოასწარი. ანუ ეგ გახდა ჩემთვის, რავი, ტოპ საუზმე. არ მგონი ლაშას მაინდამეთ ქალებისთვის გაეკეთებინა, მაგრამ არა, მაგრამ ესე გამოუვიდა, იმიტომ რომ მართლა იდეალური რეცეპტია იმისთვის, რომ დილას თუ მიდიხარ სავარჯიშოდ და ვერ ასწრებ, რომ ისაუზმო, ან არც მესიამოვნებოდა, ეხა ჯანსაღი საუზმე რაც არის, ნოყიერი საუზმე, დილას ვარჯიშამდე ვერ შევჭამ, შანსი არ არის, მაგრამ აი ეს რაღაცა, რომ უბრალოდ twins ინფორმაცია მიაწოდო, რომ ცოტა ნახშირწყალი მიიღე, გლუკოზის მარაგი შეავსო და შეგვიძლია მზად ვართ, ვიმუშაოთ, ვივარჯიშოთ, ანუ აი მაგ დონემდე მიიყვან ორგანიზმს ძალიან მარტივად. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მეგობრებო, იცოდეთ რომ თქვენს twins იმისთვის რომ მიხვდეს რომ საკვები მივიდა მასთან ხო, ერთი ჭირდებათ დრო, მაგრამ ამასობაში არ ფიქრეთ რომ კუჭის სისავსე არის ერთადერთი სტიმული. არანაირად, ხო. საკვების აღქმა იმისთვის რომ მონელების პროცესი დაიწყოს, იწყება მაშინაც კი, როცა შენ უკვე საკვების გამზადებას იწყებ, იმიტომ რომ სენსორული მიმართებებია ჩართული, როცა წინ გიდევს საკვები და მოხდება პირის ღრუში, განსხვავებული სტიმულები იგზავნება twins-გან, რომ კონკრეტული ნუტრიენტები მოდიან და იცოდეთ რომ აი ეს სტიმულები მეორე იგზავნება უკვე ენტეროციტებიდან, ანუ ჩვენი ნაწლავის უჯრედებიდან, საჭმელობელი სისტემის უჯრედებიდან. ეს პირის ღრუს და საჭმელობელი სისტემის სიგნალები twin-თან მიაქვთ ინფორმაცია, რა ნუტრიენტები მივიდა მათთან, მანამ სანამ მოხდება მათი სრული მეტაბოლიზმი, მათი სრული შეწოვა, მათი სრული გადამუშავება. ძალიან ჭკვიან სისტემასთან გვაქვს საქმე, სწორედ ამიტომ არ ფიქრობთ რომ სანამ თუ არ დავნაყდები, twin-მა რა იცის რა ვჭამე. არა, ნამდვილად არა. აი, მაგიტო ვამბობ, რომ სულ 2-3 კოვზით საჭიროა, რომ უბრალოდ ორგანიზმმა გამოიღვიძოს და მზად იყოს იმ ფიზიკური დატვირთვისთვის, რომელსაც ვუპირებთ იმ დილის საათებში. როგორ მიხარია, რომ შენ ხალხ თემას საუბრობ, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირველი მტერი ჯანსაღი კვების ინდუსტრიის არის ყველაფერი არაფერი მიდგომა და პროფესიონალები უმეტესად ბჭყალებში, რომლებიც გირჩევენ არაადეკვატურ რჩევას, რომელიც შეუსრულებადია უმრავლესობა ადამიანისთვის, შეიძლება რაღაც წინაპირობა საწყისი ქონდეს, უბრალოდ მთლიანი აცდენა აქვს ყოველდღიურობასთან. ამიტომ შენ არ ადამიანთან საუბარი, რომელსაც იდეალური განათლება აქვს ფუძეზე და დაფუძნებული აქვს პრაქტიკა საკუთარი და ადამიანთან მუშაობის, ეს არის იდეალური კონცეფცია. აქ შემოგაქვს ისეთი განსხვავებული წერტილები, რომელსაც შეიძლება ქალს ან არ უფიქრია, ან პირიქით ყოველდღიურად წყდება. სწორედ ამით ირწმუნდება, რომ რჩევა, რომელსაც ეხლა აქედან ისმენს, არ არის არც მხოლოდ მტკიცებულობას დაფუძნებული, ანუ არ რჩება სამეცნიერო მაგიდაზე, არამედ პრაქტიკაში გადმოტანადია, რომელიც თავარი გეფი მერე აქ გვაქვს. კაი, გავიგეთ, რომ სწორს ვიძახით, ეს კიდევ დიდი პრობლემაა, რომ 1960 წელს კვებით გაიდლაინებს მივყვებით, მაგრამ დაუშვოთ სწორი თქვი. ეს სწორი როგორ არ დარჩეს სამეცნიერო მაგიდაზე და როგორ გადმოვიდეს შენ ყოველდღიურობაში, ეს არის მეორე დიდი დაბრკოლება. და ძალიან მიხარია, რომ ამაზე ამახვილებ ყურადღებას. ნიშნულოვანია საფუძვლები, რომელზეც შენდება მერე ქცევითი ცვლილებები და პრაქტიკა. ოქრო ხარ. კი, ან მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმა, რომ იყო ოდესღაც ეს ინფორმაცია და კაცებისთვის ეხლაც მუშაობს ეს ინფორმაცია, მაგრამ ქალების შემთხვევაში, აი ბოლო დროს როგორც იქნა რომ დაიწყო ქალებზე ცალკე კვლევების კეთება, ესეთი აღმოჩენები გაკეთდა, რომ არ არის ყველაფერი იგივე როგორც კაცებში. მე იმას არ ვამბობ, რომ უზმოზე კარდიო ცუდია, მაგრამ ქალისთვის ამ კუთხით ცუდია. მე არ ვამბობ იმას, რომ ვარჯიშის მერე გინდა თუ არა 1 საათში უნდა ჭამო, მაგრამ ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ 1 საათში ჭამოს, თუნდაც პროტეინ ბარი ეგდოს ჩანთაში და მერე ისაუზმოს. უბრალოდ უნდა გადართოს თავისი ორგანიზმი კატაბოლური მდგომარეობიდან ანაბოლიზმის მდგომარეობაში, სადაც უკვე აღდგენილ პროცესებს დაიწყებს ორგანიზმი, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის კორტიზოლის პიკი არ გახანგრძლივდეს და მერე მთელი ცირკადული სისტემა არ ჩამოიშალოს. კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენი
შენი ღერძი მთლიანი ჰორმონების მარეგულირებელი, ჰიპოთალამო ჰიპოფიზ საკვერცხის ღერძი, ქალებში ბევრად უფრო მგრძნობიარეა სტრესის და ენერგიული დანაკლისის მიმართ, ანუ კვების გამოტოვების მიმართ, ვიდრე კაცებში. ამიტომ ქალებში ასეა. 2 კოვზი ვარჯიშამდე, რამე ვარჯიშის შემდეგ და მერე განაგრძე როგორც გინდა. თუ არ გაქვს დრო იმისთვის, რომ ჯანსაღად ისაუზმო. თუ შუა დღეს ვარჯიშობ, თლად უკეთესი, იმიტომ რომ კარგად ნასაუზმები ხარ, ვარჯიშის შემდეგ მოგიწევს იქ სადილი ან ლანჩი ან რაც იქნება, ეგ მთლად იდეალურია. მე ვამბობ აი კრიტიკულ დროებზე, რაც ხშირად გვერევა ხოლმე და მართლა ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი, იმიტომ რომ იყო პერიოდი 1-2 წლის წინ, როცა დილის 8 საათზე ვარჯიშობდი და აი მართლა არასდროს არაფერს არ ვჭამდი, შეიძლება ყავა დამელია, რაც არ ითვლება საკვების მიღებაში. და ზუსტად მაგ პერიოდში ვაკვირდებოდი ჩემ თავს, რომ ძალიან გამძაფრებული PMS-ის სიმპტომები მქონდა. მეთქი, ვა, ასაკმა მოიტანა, თუ რა მოხდა. მე მივაგენი ამ ინფორმაციას, გამოვასწორო ეს ყველაფერი და მივხვდი, რომ მართლა მუშაობს, იმიტომ რომ იმის მერე ეგეთი მძაფრი PMS-ის სიმპტომები არ მიგრძნია. მანქა სიმპტომებზე ჩამოვარდა საუბარი. შენ თქვი, რომ ქალის ორგანიზმი აქ დაომატებ მით უმეტეს რეპროდუქციულ ასაკის ქალის ორგანიზმი, თუ ვწდები შემისორე, სტრესორების მიმართ მეტად სენსიტიურია, ვიდრე კაცის ორგანიზმი იქნებოდა. ამ სტრესორებში გულისხმობთ კვებით შეზღუდვას, როგორც კალორიულ, ანუ ძალიან დაბალ კალორიებს ვიღებთ, ეს არის 800 კალორიის მიღება. უბრალოდ ადამიანისთვის 1200 კალორიაზე ნაკლებიც ძალიან დიდი სტრესია. მეორე, ესეთი სტრესორი შემოდის, რა თქმა უნდა, ემოციური სტრესი, რომელიც გემოსწორეთ ქრონიკული დაბალი დონის ქრონიკული სტრესი, უძილობა, რომელიც ასევე სტრესორია და ფიზიკური აქტივობა. ეხლა ამ სტრესორებისგან ფიზიკური აქტივობა და კალორიული დეფიციტი, ადეკვატური კალორიული დეფიციტი და ფიზიკური აქტივობა ორივე შეიძლება დადებითი სტრესი იყოს. კი, კი. მაშინ სად არის განსაზღვრება, ან რა სიმპტომები მაქვს, სანამ კორტიზოლის ანალიზს გავიკეთებ, რომელზეც ვთქვით, რომ მეგობრებო, ჰორმონები ზოგადად გვეშინია ხოლმე, ინსულინის გვეშინია და სასიცოცხლო-მნიშვნელოვანი ჰორმონია. კორტიზოლის გვეშინია და სასიცოცხლო-მნიშვნელოვანი ჰორმონია. ესეთ მიმართებას ვცვლით ხოლმე კორტიზოლს წეხიან სტრესის ჰორმონს. მორჩათ კორტიზოლის დემონიზებას, იმიტომ რომ ძალიან საჭირო ჰორმონია იდეაში დილას რო ვიღვიძებთ, მას აქვს ისედაც თავისებური პიკი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დღის მანძილზე ვიყოთ შრომის უნარიანები. კი. ესეთ მიმართებას სწორია, კორტიზოლი სტრესის ჰორმონი კი არ არის. კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს ამზადებს სტრესზე საპასუხოდ. კი ბატონო. სწორი მიმართება. კი ბატონო, მაგრამ ეგეც ადეკვატური უნდა იყოს. ადეკვატური უნდა იყოს. როგორც გლუკოზაზე წინა პოდკასტში დაგვხვდებოდა, ჩვენ მიზანი არ არის, რომ გლუკოზა ერთ წერტილში იყოს. ჩვენ მიზანი არ არის კორტიზოლი არასდროს არ იყოს. ჩვენ მიზანია გამონთავისუფლების მერე ადეკვატურ თავისი ცირკადული რითმის დროში უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს. კი, და ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. რითი? ჯერ როგორ ვიგრძნო ნანკა, აი ეს მინდა გავიაროთ რაღაც სიმპტომებზე ჩამოვარდ საუბარი. როგორ ვგრძნობ, რომ რომელიმე სტრესორი გადამემეტა და მე როგორ აღმოვაჩინო რომელი სტრესია. ქალი ვარ, რეპროდუქციული ასაკის, რას ვაკვირდები სიმპტომებში? თუ ყველაფერი კარგად მაქვს, რეჟიმი დაალაგებული მაქვს, მაგრამ მაინც მაქვს უხარისხო ძილი, მიჭირს ჩაძინება, მაქვს PMS-ის ძალიან მძაფრი სიმპტომები, ხასიათები ძალიან მეცვლება. PMS-ის მძაფრ სიმპტომებში განმანათლე მე და სხვა ბიჭი მაყურებლების, რას ნიშნავს PMS-ის მძაფრი სიმპტომები ამ დროს. იცი რა, ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. ვიღაცა შეიძლება ქონდეს ხასიათების მკვეთრი ცვლილება, ვიღაცას ძალიან დიდი მოთხოვნილება ტკბილზე, რაც რაღაც დოზით ნორმალურია, მაგრამ ნუ აი გაკონტროლება რო აღარ შეგიძლია. მაგ დონემდე მისვლად შეიძლება. შეიძლება იყოს მკერდის ტკივილი, შებერილობა, დისკომფორტი, ეს ყველაფერი თან ახლავს მეორე ფაზაში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში, სანამ ციკლი დაიწყება ერთი კვირით ადრე, ნორმალური არის, მაგრამ რაღაც დონემდე, რაღაც სიმპტომები შეიძლება ყოველთვის გქონდეს, მაგრამ თუ ვატყობთ, რომ აი ბოლო დროს ძალიან ბევრია ნეტა რა ხდება, დავაკვირდეთ იმას, ხო არ მოგვაკლდა საკვები ნუტრიენტი, ან თუ კვება არ გამოვტოვა, იმასაც უნდა დავაკვირდე, რას ვჭამ. იმიტომ რომ შეიძლება ვჭამდე, მაგრამ დილას მაკდონალდს, შუა დღეს ნამცხვარს და ღამე პიცას. და საერთოდ საშინელება ხდებოდა ჩემ ორგანიზმში. რა მაკლია? ჯერ ამითი ვიწყებ. მეორე კითხვა, რას ვჭამ, რასაც არ უნდა ვჭამდე, მაგრამ ჯერ ვიწყებ კითხვით, რას არ ვჭამ, რასაც უნდა ვჭამდე. კი ბატონო. ორივე გამოსარიცხია. გავიგე, ამ სუბიექტურ სიმპტომებზე ზემოდან გამამყარებლად არის მე ანალიზები, რომელიც ოქროს სტანდარტია.
იმისთვის რომ ამ სტრესის დონე შევაფასოთ, იმიტომ რომ ვიცით კორტიზოლის სისხლის სტანდარტული ანალიზი პირდაპირ არ მეუბნება იცი რა არის პირდაპირ როცა სტრესი გაქვს პირდაპირ ვერ გაიქცევი კორტიზოლის ანალიზის გასაკეთებლად უბრალოდ ძალიან ხშირად ხდება და ამიტომ კითხე არა უნდა დააბალანსო უბრალოდ შენი დღის განრიგი და აი ზუსტად იმ ქალურ თავისებურებებს უნდა მიაქციო ყურადღება და მეტი იცოდე შენს ორგანიზმზე ხო ეხლა ზოგმა მართლა არის ის ციკლი როგორ რეგულირდება მაგრამ ეს ზოგადი განათლების ნაწილია რომ ვიცოდეთ რომ ციკლი მარტო საშუალო და საკვერცხის ამბავი კი არ არის ტვინიდან მოდის ჰიპოთალამუსი უნდა ვიცოდეთ ჰიპოფიზი უნდა ვიცოდეთ აქედან რომ მოდის ჰორმონების გამომუშავება რომლებიც მერე იქ გამოგვამუშავებინებს ჰორმონებს და ქვევიდან ზევით როა ანუ ორმაგი უკავშირის პრინციპი ახასიათებს ამ ჰორმონების ციკლს ხო ჰორმონების დახვეწილი ცეკვა ესე ვეძახი იმიტომ რომ ერთი წინაპრს დგამს მეორე უკან გადმოდგამს და ყველა ჰორმონებში რომელიც ერთმანეთს ანტაგონისტია კი არა ებრძვიან პირიქით რაღაცა ესეთი დახვეწილი ცეკვა აქვს წინ და უკან კი ყველაფერი ერთმანეთზე არის აწყობილი და წარმოიდგინე რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს მარტივი ჩვევა რომ რაღაცა მაინც შეჭამა ვარჯიშამდე და ვარჯიშს რო დაასრულებ რომ მთელი ეს სისტემა მოაწესრიგო იმიტომ რომ როცა კორტიზოლის პიკი გაქვს, არ უნდა გაახანგრძლიო ხელოვნურად ეს პიკი და არ უნდა გახადო ქრონიკული. აი მაშინ გიშლის ზუსტად ხელს, როცა შენ თვითონ ხელოვნურად უშლი, თორე ორგანიზმი ყოველთვის შენ მხარეს არის და იმას აკეთებს, რაც შენ გჭირდება, მაგრამ შენ რო უშლი ხელს რაღაც ჩვევებით, რომლებზეც არ გაქვს ინფორმაცია, ხო? მაშინ ფუჭდება ზუსტად ყველაფერი, თორე თავისთავად ესე არ აიღებს და არ გააფუჭებს არაფერს. რა აშკარად შენ უშლი რაღაცაში ხელს. და ქალის შემთხვევაში ზუსტად ეგ არის, რომ ვარჯიშამდე არ ჭამა, ვარჯიშის შემდეგ 2-3 საათი არ ჭამა, იმიტომ რომ გონია რომ უფრო მარტივად დაიკლებს ასე და ეგ არის. სადღაც ყვება გამოტოვა, ხო, ეგ არის. რატომ აკეთებ ამას? რა მიზანი მაქვს? იშვიათ შემთხვევაში არიან ადამიანები, ვისაც სუპერ ობიექტური მიზეზები აქვთ, რის გამოც დილით ვერ საუზმობენ. ან ვარჯიშის შემდგომ ხელმი არ მიუწვდებათ კვებაზე, მაგრამ როგორც წესი 99% შემთხვევაში არასწორად შექმნილი წარმოდგენების და კიდევ ერთხელ იმის გამო რაც ხდება ჩვენ სფეროში და ჩვენ ვართ ამაზე პირველ პასუხისმგებლები, არასწორი წმენა წარმოდგენების გამო ირჩევენ ამ გზას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ არც ერთი კვლევა არ მეუბნება იმას, რომ უზმოთ კარდიო ვარჯიში მინიატურული გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩატარდა კაცებზე და იყო საუბარი 90 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში კარდიო ვარჯიშებზე, უმრავლესობა თქვენგანი საათნახევარზე მეტ კარდიო ვარჯიშს არ აკეთებთ. რომელმა კვლევამ აჩვენა უპირატესად ცხიმის წვის პროცესი მომენტალურად კაცებში საათნახევრიანი უზმო კარდიოს შემდგომ. კი. უმრავლესობა არ ჯდებით ან ქალბატონი ხართ, ან საათნახევარი არ ვარჯიშობთ უზმოდ დილით კარდიოს. სხვა ყველა კვლევა მეუბნება რომ დღის განმავლობაში ადეკვატური კალორიული დეფიციტია მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე აი ეს პრინციპი როცა მყავს მეფე დაყვანილი ნაკლებად სვამ კითხვას ეხლა ახალი რა შეზღუდვა დავიწესო. იმიტომ რომ შენ დასვი ძალიან კარგი კითხვა. მიღირს რა დევს სასწორის მეორე პინაზე და ამიტომ ვსაუბრობთ ახლა ამაზე რომ ეს ერთი რჩევა იქნება ის რომელიც ჯერა რომ ჩვენ მსმენელს ეს ერთი ცვლილება მიცემს ბენეფიტების 10 სარგებლის 10 ოდენობას. Game changer-ია ქალის ორგანიზმისთვის კიდევ ერთხელ გამომეორებ, ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და ძალიან უხდება ამ სიტუაციას, იმიტომ რომ მართლა ეგრეა. უბრალოდ ხო, უნდა გავითვალისწინოთ ეს რაღაცაები რა, როცა ვიცით ქალის ორგანიზმი რო კაცისგან განსხვავებულია და მე ბევრად უფრო მგრძნობი არის ამ მსგავსი რაღაცაების მიმართ, უბრალოდ მივყვეთ ამ პრინციპებს და შევიგნოთ რა გვჭირდება ჩვენ უფრო, ანუ არ ვართ პატარა კაცები ან სუსტი კაცები, ქალები ხო, ქალები ვართ, კაცები არიან. ჩვენ ერნან кай ხამი და ერთ რახან ყვებაზე დავარჯისებდი საქმე, ერთი მითი რომელიც შენ დაამსხვრიე ჩემთვის, ის მითი დაამსხვრიოთ ასევე მსმენელისთვის ან მაყურებლისთვის. იმედია გვიყურებთ. ეს იყო ვარჯიშის შემდგომ ყვება. იმიტომ რომ ჩვენი კურსის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი კითხვა ცილებზე მიდგება ხოლმე საქმე, სვამთ კითხვას, როდის ვჭამო ვარჯიშის მერე, თუ ჩემი მიზანი კუნთის მასის მატებაა. აქამდე გავრცელებული რჩევებით ანაბოლური ზღურბლის გადაკვეთა და ანაბოლური ფაზა რომ მალე ჩართულიყო ვარჯიშის შემდგომ, შტანგის დაგდებასთან ერთად იწყებდნენ ადამიანები ქათმის და ბრინჯის მიღებას. დარბაზშივე დამჯდარიც რამდენიმე თოლენ არ მოდის დაჯდომის გარეშე, იმიტომ რომ შტანგა ხელიდან გაუშვიდა, ეხლა ვაიმე ცილის შენების ფაზა არ დამეხუროს, მოვასწრო ყვება. ერთი რაც აუცილებლად ვიცით არის ის რომ ვარჯიშის შემდგომ ცილის და უფრო მეტად ნახშირწყლების დროული მიღება ცვლის თამაშს კუნთის მატების ეფექტურობის ნაწილში. უბრალოდ მთავარი კითხვაა
ვარჯიშის შემდგომ როდის რამდენი ხანი მაქვს ეს ჩემი ანაბოლური ფანჯარა? აქამდე თუ ფიქრობდით რომ იყო მცირე ხანი კაცებისთვის, ვიცით რომ ეს ფანჯარა გააჩნია ფიზიკური აქტივობის ინტენსივობას ვარჯიშის შემდგომ შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 3-4 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ იდეალურ შემთხვევაში პრიორიტეტებ ნახრწლებს, დაცილებს, დასაქმეს შემოდის ჩანსახი ცხიმები, უბრალოდ ამ მიმართულებით ნახრწლებს ვაპრიორიტეტებ, რომ გლიკოგენი შეივსოს, ცილოს ვაპრიორიტეტებ ადეკვატური ამინომჟავებისთვის, კუნთის ცილის სინთეზისთვის და ცხიმები, რომელიც აუცილებლად შემოდის საქმეში ანტიანთებით პროცესებში და ასე შემდგომ. ვაპრიორიტეტებ, მაგრამ ვიცოდე რომ ეს ფანჯარა მაქვს ვარჯიშის შემდგომ გააჩნია ინტენსივობას 2, 3, 4 საათი, ანუ არ ვიგრძნო სტრესში, თავი როცა ვარჯიშს ვამთავრებ და იქვე საკვები არ მაქვს. ოღონდ ამაზე მე მქონდა საუბრები და ამის შემდგომ ყოველი ახსნისას, როცა ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი ამას გავდივართ, არის კაცებზე მაქვს კონკრეტულად საუბრები, იმიტომ რომ რა ხდება ქალებში. როდის არის ადეკვატური ფაზა? ამას პასუხი. ადეკვატური ფაზა კვების მერე. ეგ არის კაცებში. ისე ვიმეორებ, მე საუბარი მაქვს მხოლოდ ქალებზე. კვება ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ქალებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის მარტო კუნთის მატების ამბავი. ეს არის ასევე ჰორმონალური ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ამბავი. ასე რომ კუნთის მატების მხრივ ყველაფერი კი ბატონო იგივენაირად არის, მაგრამ ჰორმონების მხრივ და ჰორმონალური ჯანმრთელობის მხრივ 45-დან 60 წუთამდე გვაქვს დრო რაიმე მაინც მივაწოდოთ ორგანიზმს, რაიმე მაინც, აი ხო ვამბობ თუ არ გაქვს დრო სანამ გადაივლებ, გამოიცვლი, წახვალ საჭმელს შეუკვეთავ, ან გაიმზადებ სანამ შეჭამ, მაგის დრო თუ არ გაქვს, რაღაცა მაინც შეჭამე, ბანანი შეჭამე, პროტეინ ბარი შეჭამე. ხილეულ-თესლეული. კი, რამე მაინც შეჭამე ვარჯიშის დასრულებიდან 45-60 წუთის მანძილზე, იმიტომ რომ ამით შენ გადაყავს შენი ორგანიზმი კატაბოლური, ანუ დაშლის ფაზიდან ანაბოლურ, ანუ აღდგენის ფაზაში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენი კორტიზოლის დონე დროზე ჩამოეშვას ქვევით და ამ გადაჭარბებულმა და გაქრონიკულებულმა კორტიზოლმა არ შეგვიქმნას პრობლემები ჰორმონებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, პროგესტერონი გაკლდება, როცა ქრონიკული პიკი გაქვს კორტიზოლის, შენი მენსტრუალური ციკლი ირღვევა, იმიტომ რომ ირღვევა GnRH-ის გამომუშავება, ანუ იმ ჰორმონის, რომელიც გვისტიმულირებს მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელ ჰორმონებს, ცოტა ბევრი საფეხურია, მაგრამ ასეა. ხო, და ცირკადული რითმი ირღვევა, როცა არის კორტიზოლის ქრონიკული პიკი. ამიტომ ამ კვებას ვარჯიშის შემდეგ ქალმა უნდა უყუროს არა მარტო როგორც კუნთების მხრივ, არამედ თავისი ჰორმონალური ჯანმრთელობის მხრივ, ხო? ჭამ ვარჯიშამდეც და ვარჯიშის მერეც, ნანგა? კი, ანუ იდეალურ შემთხვევაში ვასრულებ ორივეს. იდეალურ შემთხვევაში ასეა, ვარჯიშამდე, რა ვიცი, 1 საათით ადრე თუ დრო არ გაქვს და ეგრევე გავარდი სავარჯიშოდ, როგორც კი გაიღვიძე, რავი, 2 კოვზე შეჭამე და ამასობაში ის 20 წუთი ტვინამდე ინფორმაცია რო ავიდეს, რომ შენ საკვები მიიღე, გავა, ხო? სანამ ვარჯიშს დაიწყებ და ვარჯიშს რომ მორჩები, 45 წუთი, 1 საათი გაქვს იმისთვის, რომ შენი ჰორმონები არ დაირღვეს, ასე ვთქვათ რა, შენი ბალანსი. შვენიერი. ამ კუთხით უნდა უყურო, თორე კუნთების მხრივ, რავი, როგორც კაცებში 2-3 საათი გაქვს ჩვეულებრივად, ეგ არ არის. და როგორც წესი უმრავლესობა ადამიანის არის პრიორიტეტი და ამ კუთხით მინდა გამახვილება ყურადღების ხდები, რაც ჯერჯერობით არავინ არ იცის, მაგრამ ნუ ოკეია, ახალი ინფორმაცია ულევი შემოდის და ნელ-ნელა უნდა დავეციოთ და ნელ-ნელა უნდა გავავრცელოთ ერთმანეთს. ნაგა ერთი წლის წინ მომიყევი ეს ინფორმაცია და ალბათ ვისაც მოძებნა უნდა და ადრე და მეც იყო დრო რომ მეც უსმოზე ვარჯიშობდი, იყო დრო რომ მეც ესე მეგონა, მაგრამ ეხლა აღარ, იმიტომ რომ არის ახალი ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღო და ნელ-ნელა უკეთ გაიცნო შენი ორგანიზმი და საკუთარი ორგანიზმის გაცნობა მე მგონი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, იმიტომ რომ სულ ახალი კვლევები გეწევა, სულ რაღაცას ტესტავ საკუთარ თავზე და მე გამოგაქვს რაღაც დასკვნები, შეიძლება ჩემთვის რაღაც მუშაობს და შენთვის არ მუშაობს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და საკუთარ ორგანიზმს უსმინოთ ამ მხრივ, ხო? ჩემთვის ეს არის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ნიშანი. როცა ადამიანმა იცის მისი ლიმიტაციები და ამასობაში მუდმივად ღია ახალი ინფორმაციის მისაღებად, რომელსაც კითხვას დასვამს. აბა ეს მტკიცებულობას დაფუძნებულია, რა ხდება ჩვენ სფეროში. ყოველი მეორე გურუა.
მედიცი ყველაფერი შენ არაფერი იცი და ალბათ ახალი ინფორმაციაც არ გამოვა. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი ინფორმაციის, იმიტომ რომ სადღაც ეხლა არის რაღაც ახალი ინფორმაცია, რომელიც მე ჯერ არ ვიცი და შეიძლება სრულიად საპირისპიროს ვლაპარაკობ ეხლა ამ წუთებში, მაგრამ ხვალდაზე მეც გავიგო და დავეწიო იმ ინფორმაციას, ამიტომ ამის არ უნდა გვიტყდებოდეს, არ არის ეს ცირცხვილი, ძალიან სწრაფად ვითარდება სამყარო და რავი, თავქუთ მოკლეჯილები მივსდევთ, ხო? ამ ახალ ინფორმაციებსაც ზუსტად ეგრევე მივსდევთ და ნორმალურია ეს, რომ გუშინ რაღაც არ ვიცოდით და დღეს რაღაც გავიგეთ. დანკა, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე გავდივართ ახლა, იმიტომ რომ ეს ხო ჩემი ინტერესის სფერო ძალიან დიდი ხანი. ახლა მინდა ვალიდაცია გავიარო შენთან ერთად იმ წერტილების, რომელიც ქალის ჯანმრთელობას ეხება კვებით ჭრილში ასაკიდან გამომდინარე. რომ დავიწყოთ საუბარი და ვთქვათ რა მნიშვნელოვანი წერტილები უნდა დავიჭირო, როცა საუბარი მაქვს რეპროდუქციული ასაკის ქალზე, შემდგომ მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდში. პირველი რაც მაინტერესებს, აი ამ სამ ჯგუფად რო დავყოთ, რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონის შემთხვევაში, კვებითი მიმართებები მენსტრუალური ფაზისგან გამომდინარე. როგორ იცვლება? რა არის წერტილი, სადაც ქალის ორგანიზმი მეტი საკვების მიღებას თხოვს და როგორც წესი ახსენე, რომ შეიძლება იყოს ტკბილეულით გამოხატული მეტი საკვების მიღების სურვილი. ეს რა ფაზაა? რატომ ხდება ეს ემოციურია თუ ფიზიოლოგიურიც და რა არის ადეკვატური კალორიული ნამატი თუ არის რაიმე ესეთი, რომელიც მენსტრუალური ფაზიდან გამომდინარე ნარჩევია რომ მოუმატო. რას ურჩევდი ქალებს ამ ნაწილში? კალორიულ ნამატზე ვერ გეტყოდი ასე, მაგრამ შეიძლება გაიყოს ციკლის მიხედვით. გვაქვს ორი ფაზა, ხო? პირველი ფაზა ფოლიკულური ფაზა, რომელიც არის მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან პირველი 14 დღე პლუს მინუს და მეორე ფაზა მეორე 14 დღე, ანუ 14-დან 28 დღემდე ეგეც პლუს მინუს, იმიტომ რომ ყველა ციკლის ხანგრძლივობა ასე თუ ისე განსხვავებულია, ხო? პირველ ფაზაში ვართ ბევრად უფრო შრომისუნარიანები, ენერგიულები, ნახშირწყლების უკეთად თვისება ხდება ამ დროს, ამიტომ შეგვიძლია რომ მეტ ნახშირწყალზე მაგ დროს გავამახვილოთ ყურადღება, პლუს ასე ვთქვათ, უკეთესად გვერგება და ვარჯიშის მხრივაც უფრო მეტად ენერგიულები ვართ. შეიძლება მძიმედ ვივარჯიშოთ, მაღალინტენსიური ვარჯიშები ვაკეთოთ, იმიტომ რომ ორგანიზმი მზად არის ამ დატვირთვისთვის, მზად არის უკეთესი აღდგენისთვის ამ ფაზაში და უკეთ გვერგება ეს ნახშირწყლებიც, ასე ვთქვათ რა, და მეორე ფაზაში ლუთეინურ ფაზაში აი უფრო PMS-ის სიმპტომები სადაც შემოდის, ისევ და ისევ პროგესტერონის მატებასთან ერთად, აი ტკბილის მიმართ მოთხოვნილება უფრო გვეზრდება, ვარჯიშის ენერგია არ გვაქვს და არ უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს აი ეს პერსონალურ რეკორდებზე წასვლა, ისე როგორც პირველ ფაზაში, ხო? მეორე φაზა არის უფრო აი საკუთარი თავის მოსმენის ფაზა, ასე ვთქვათ, სადაც უფრო კი, სადაც უფრო ოკეი იქნებოდა პილატესის, იოგას, უფრო მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება და არა ძალიან მძიმე წონების თუნდაც ფუნქციონალური ვარჯიშების, მაგრამ არა რეკორდული წონებით, ასე ვთქვათ, ანუ შევანელოთ, ანუ გაზ ფეხი ავუშვათ, ასე ვთქვათ, შევნელდეთ და მოусმინოთ ჩვენს ორგანიზმს და ისიც ნორმალურია, რომ რაღაც კრეივინგები გვაქვს ამ დროს, იმიტომ რომ ჰორმონებია და ამას ვერაფერს ვერ უშველით. უბრალოდ როცა ვიცით ბალანსი, ამის დაბალანსება პირველ ფაზაში ისევ შეგვიძლია. ყოფილა შემთხვევები ღამის 11 საათზე მეც მომდომებია მაგდონალდსი და მიჭამია კიდეც, იმიტომ რომ ნორმალურია, ადამიანები ვართ, მაგრამ პროცესის ნაწილია. კი, რა თქმა უნდა, პროცესის ნაწილია, უბრალოდ როცა იცი ბალანსი გადადიხარ გეგმას სული მარტივად. კი. დანკა, ესეც ხო ინდივიდუალურია, მქონია შემთხვევები, როცა ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში ქალთან PMS-ის დროს მადის მატება ისე წერტილში ადიოდა და მითხარ სწორად რჩევა თუ არა, საბოლოო ჯამში და შეიძლება ეს ბევრ ქალბატონს გამოადგეს, საბოლოო ჯამში წონის კლების გზაზე როცა არის მიზანი წონის კლება, მივედით იმ ჩარჩომდე, სადაც 4 კვირიდან 3 კვირა ვექცევით კალორიულ დეფიციტში და ის 1 კვირა ან 10 დღე, რომელიც PMS-ის დროს ემთხვევა, ვართ ორიენტირებული არა წონის კლუბაზე, არამედ წონის შენარჩუნებაზე. იმიტომ რომ საქმე წონაზე მიდგება, საქმე შემოდის სასწორი, ციტხის შეკავება, გაფუჭებული ძილის ღამე, რომელიც სასწორთან დამოკიდებულებას ვიფუჭებს, იმიტომ რომ სასწორი არ ხდება სიმართლის მღაღადებელი და ხდება უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ნერვებზე დამატებით ცუდად მოქმედებს. აი სითხის შეკავება ახსენა და ეგეც ძალიან დიდი ფაქტორია ფსიქოლოგიური მათთვის, ვინც იკლებს, იმიტომ რომ პლუს 1 კილოგრამი ყოველთვის არის სითხის შეკავების ფონზე და არა იმის ფონზე, რომ შენ ცხიმი მოიმატე და გასუხდი.
თუ რაც ქვია. ახლა რა წარმოადგენს გვიქმნის ხოლმე სასწორი. ამიტომ ვიძახით რომ სასწორი არ არის ერთადერთი იდეალური გზა წონის კონტროლისთვის შემოდის გარშემოწერილობებით, თუმცა მე უკვე შებერილობა იმატებს. კი, რა თქმა უნდა, ამიტომ ახლა უკვე მაგანაც არ უნდა მომატყუოს. ამიტომ ეს გაზომვითი მეთოდები გადავდოთ და დავრჩეთ სუბიექტურ გაზომით მეთოდებზე. ამას coaching-ის ნაწილშიც ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ. პირველ ფაზაში უფრო გავამახვილებდი ხოლმე ყურადღებას. მეც რო ვთხოვ ჩემს მოსწავლეებს გარშემოწერილობების გაზომვას, აწონვა, რომელიც ძალიან უნდათ და უყვართ, თუმცა მე არ მიყვარს სასწორი. გარშემოწერილობებზე ვარ უფრო ორიენტირებული. ყოველთვის ვთხოვ menstruatsiis დასრულებისთანავე, იმიტომ რომ მაგ დროს არის ყველაზე ისეთი აყვავებული შენი ორგანიზმი და ყველაზე რეალურ მაჩვენებელს ეკუთვნის. კი, რეალური მაჩვენებელი ყოველთვის მაშინ გვაქვს, იმიტომ რომ შეშუპება არ გვაქვს, შებერილობა არ გვაქვს, დისკომფორტები არ გვაქვს. ანუ ადეკვატური რჩევა ქალისთვის, რომელიც PMS-ის ფაზაში მადის კონტროლს უჩივის და უფრო მეტად უნდება შოკოლადის ან სხვა ნახევარწლების შემცველი პროდუქტები. კალორიულ დეფიციტზე 4 კვირიდან იყოს ორიენტირებული 3 კვირა და 1 კვირა იყოს ორიენტირებული კალორიულ ბალანსზე ან მცირედით ნამატზე. სწორი რჩევა? სრულიად გეთანხმები მაგაში, სწორი რჩევა, ნამდვილად, იმიტომ რომ აი ჰორმონებს ვერ მოერევი. ვერაფრით ვერ მოერევი. არ იყო ჭიდილი მასთან, რასაც ვერ მოერევი. კი, არ ღირს ნამდვილად და მაგ დროს თვითონაც ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება ქალი, არ იფიქრებს იმაზე, შენ რო ეტყვი რომ მოდი ახლა ბალანსზე ვკონცენტრირდეთ და არა კლებაზე, იმას ნაწილი სტრესის უკვე ისედაც ეხსნება და ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს. იმიტომ რომ წერტილი სადაც შენ ფსიქოლოგიური და ჰორმონებთან ბრძოლაში დანებდები. კი. ჩათვლი რომ ერთი ლუკმით მეტი უკვე პრობლემაა, შენი კალორიული დეფიციტის ყულობას გადახავ, დაიწყებ იმპულს უაზროდ ხარჯვას, ანუ კალორიული დეფიციტის რომელიც 3 კვირა აგროვე, იმიტომ რომ გონია რომ ერთმა ლუკმამ გადაამეტა შენს გეგმებს. არ და პირიქით ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თავთან ბრძოლაში. ამ დროს სწორედ ზოგადად ვიზახით რომ მოусმინე შენს ხეულს, მაგრამ ზოგჯერ შენ აზრებს არ მოусმინე, რომელიც გეუბნება რომ დამთავრდა, დაარღვიე. აღარ გოშოლობა არაფერი და მეორე ურშაბაც არ დაველოდოთ ახალი მიზნების დასაწყებად. ამიტომ ისეთი რჩევა, რომელიც პროცესში გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ორიენტირებული, ყველაზე სწორი რჩევა ნებისმიერ მომცემელ მომენტში. კი, და ასევე მეორე ფაზაში, შენ არ გესწავლება ჩემგან, მაგ PMS-ის დროს შეიძლება ურჩიო მეტ ცილაზე ორიენტირება, იმიტომ რომ დანაყრების შეგრძნებას მეტად გაძლევს და ჯანსაღი ცხიმები, რომლებიც ანთებების ჩაქრობაში გვეხმარება, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია მაგ პერიოდში. დანკა, ახლა მინდა ვისაუბროთ მეორე მნიშვნელოვან ფაზაზე ქალის ცხოვრებაში. ორსულობაზე და ლაქტაციის პერიოდზე. ნუტრიენტული მიმართებებით რა იცვლება? კვება როგორ გაგვიგია? ორის ნაცვლად გვიწევს ჭამა ქალებსო? გიწევს ჭამა ქალებსო? ეგ მითი უნდა დავამსხვრიოთ. ეგ დავამსხვრიოთ და გავამოხლოთ ყურადღება კალორიებზე და ნუტრიენტებზე. რა ნუტრიენტები მჭირდება დამატებით? ოკეი, ეხა პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ ყველას როგორია, რომ რახან ორნი ვართ, ორის მაგერად უნდა ვჭამოთ, ეგრე არ არის, თუმცა გარკვეული კალორიული ნამატი ტრიმესტრების მიხედვით საჭიროა. პირველ ტრიმესტრში არ არის საჭირო არანაირი კალორიული ნამატი, ანუ როგორც ვიკვებოდით აქამდე და რაც იყო ჩვენი ბალანსი ეგრე ვტოვებთ. მეორე ტრიმესტრიდან ენერგო დანახარჯი ცოტა იზრდება, ამიტომ დაახლოებით 340 კალორიის ნამატი ჭირდება ორსულ ქალს იმისთვის, რომ ორგანიზმა იფუნქციონიროს სწორად. და მესამე ტრიმესტრისთვის ეგ ენერგო დანახარჯი დაახლოებით 450 კალორიამდე იზრდება. ანუ მეორე ტრიმესტრში ერთი ჯანსაღი ხემსის კალორია იმატება. კი, აი, ერთი ჯანსაღი სენდვიჩი რო აიღო, დაახლოებით 340 კალორიის ამბავი ხო რა. და ერთი ჯანსაღი მომცრო კვების ოდენობა კალორია იმატება მესამე ტრიმესტრში. მესამე ტრიმესტრში, კი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ან უბრალოდ იმისთვის, რომ ფუნქციონირება ორგანიზმმა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ამ ნამატის ხარჯზე მოიმატებს, პირიქით შეინარჩუნებს, უბრალოდ ამ შენარჩუნებისთვის ჭირდება პლუს 450 კალორია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადავჭამოთ და ორის მაგივრად ვჭამოთ და ასე შემდეგ. ცოტაა დამეთანხმები ძალიან. აუცილებლად. მაგრამ ლაქტაციას რაც შეეხება, რძის წარმოქმნა ორგანიზმისთვის ბევრად უფრო ენერგეტიკულად ისეთი პროცესია. კი, ენერგეტიკულად უფრო, კი, ხარჯველი პროცესია, დამასწარი, კარგი. და ლაქტაციის პერიოდში დაახლოებით 500 კალორიით მეტიც კი შეიძლება დაჭირდეს ქალს იმისთვის, რომ რძე საკმარისი რაოდენობით წარმოიქმნას, იმიტომ რომ დამეთანხმებიან, ვისაც თავის თავზე გამოუცდია, ოდნავ თუ კვებას მოუყელით, რძეც იკლებს. ამიტომ საჭიროა, რომ კარგად და ჯანსაღად ვიკვებოთ, რაც მთავარია. ერთი თემა არის კალორიები, მაგრამ მეორე თემაა ნუტრიენტები, რას ვიღებთ და რისი საჭიროება იზრდება. კი, გეტყოდი, რომ საკვანძო არის
პირველი ფოლიუმის მჟავა, რაც ორსულობამდე და ადრეული ორსულობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის ნერვული მილის განვითარებისთვის, საიდანაც შემდგომში ვითარდება ნაყოფის ტვინი და ზურგის ტვინი. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მიღება. რკინას ვიტყოდი, იმიტომ რომ ორსული ქალის სისხლის მოცულობა დაახლოებით 50%-ით იზრდება და რკინა ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის საწარმოებლად, რის მეშვეობითაც დედასაც და ნაყოფსაც საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება სისხლის მეშვეობით, ხო? რკინის დეფიციტი შეიძლება რკინის დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს ანემიამდე, უენერგიობამდე და შეიძლება ნაადრევი მშობიარობის რისკებიც კი შექმნას. ეს ორი ნუტრიენტი, ფოლიუმის მჟავა და რკინა. პირველი რაც ახსენე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორსულობამდე, ორსულობის დაგეგმვის პერიოდშიც კი ხდება ფოლიუმის მჟავის მიღება და საინტერესო ამბავი არის ის, რომ კაცებიც იწყებენ ფოლიუმის მჟავის მიღებას იმისთვის, რომ რაც მნიშვნელოვანი ნერვული მილის, ნერვული ღეროს მილის დეფექტი. არასწორად თქვი, ნერვული ღეროს დეფექტი, რომელიც ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან იყო ასოცირებული, ეს გამოვიცხოთ. რომელიც ხდება დანამატის მეშვეობით, რომელსაც ქალბატონი თავის მიან გინეკოლოგი, ხო, ეს პროფესიონალი ჩართული პროცესში. მათთან ერთად საზღვრავენ მედიკამენტის ოდენობას, დანამატის ოდენობას, საჭიროება ყოველს უდგას ოდენობას და მერე მის მოხსნა დამატებას. რკინის ნაწილში რაც მინდა ვახსენო არის ის, რომ რკინის დეფიციტის კვებისმიერი გამოსწორება გააჩნია დეფიციტის ხარისხს, რაც ღრმა დეფიციტია. კვებით რკინის დეფიციტი გამოსწორება, იმიტომ რომ რკინას მაღალი ბიოშეღწევადობა არ აქვს, რთულია მისი ათვისება, მით უმეტეს მცენარეული რკინის. აქაც დამეთანხმები ხშირად დეფიციტის აღმოჩენის შემდგომ საჭიროება ხდება ხოლმე დანამატის სახით, ექიმთან კონსულტაციის შემდგომ ამ დეფიციტს აღმოფხვრას. ანუ რომ გავმიჯნოთ, რას ვაპრიორიტეტებ კვებაში და მერე რას საზღვრავ დანამატის საჭიროების სახით ექიმთან ერთად. კი, აუცილებლად, ანუ ვგულისხმობ არა მარტო საკვების მხრივ, არამედ დანამატების მხრივაც. რკინა და ფოლიუმის მჟავა. კი, კიდევ ვიტყოდი ქოლინს, იმიტომ რომ მე ვიტყოდი რომ დაუფასებელი გმირი ყავს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქოლინი ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის ჰიპოკამპის განსაკუთრებით, რაც შემდგომში პასუხისმგებელია მის სწავლის უნარზე და მეხსიერებაზე. და მისი მთავარი წყარო არის კვერცხის გული, ამიტომ არ ვუთხრათ არავის, რომ კვერცხის ცილა ჭამე და გული არ ჭამო, განსაკუთრებით ორსულ ქალს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვერცხის გულიც. იყო დრო მეც მარტო ცილას ვეუბნებოდი, მაგრამ ეს დრო წავიდა, როგორც უკვე ვთქვით, ახალი ინფორმაციები და ახალი მიდგომები ყოველთვის, ხო? და ომეგა-3 ასევე განსაკუთრებით DHA კომპონენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის, პირდაპირ საშენი მასალაა, მოდი ასე გეტყვი და ასევე თვალის ბადურის განვითარებისთვის და პლუს ამას დედა თუ საკმარისი რაოდენობით ომეგა-3-ს იღებს, პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკებიც კი უმცირდება ამით. ფოლიუმის მჟავა, რკინა, ომეგა-3 და მათ შორის DHA, რომელიც არის დეიკოზაჰექსაიონის მჟავა, ენის გასატეხებისაც მოგინდებათ, რომელიც ერთ-ერთი აქტიური ომეგა-3-ის ფორმაა, ასევე ვახსენეთ ქოლინი. კი. მშვენიერი. როგორც ვიცით, რაც შეეხება ომეგა-3-ს და ქოლინს, მისი კვებითი რეგულირების ნაწილი შემოდის საკვებ დანამატებში. შეიძლება საკვები დანამატების საჭიროებას გახდეს ოღონდ ექიმთან კონსულტაციის დროს. აუცილებლად ყველაფერი ექიმთან კონსულტაციის დროს, რაც დანამატებს ეხება მით უმეტეს ორსულობის დროს. მით უმეტეს ორსულობის დროს, იმიტომ რომ ზოგჯერ მეზობლის შვილი სვამდა და ოჯახმა მირჩია დანამატები, რომლებიც არის ხოლმე ზოგჯერ მულტივიტამინები, ზოგჯერ დანამატები, რომლებიც შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ჩვენ ვიცით, რომ A ვიტამინის და ზოგადად ცხიმში ხსნადი ვიტამინების ზედოზირება, A ვიტამინის, D ვიტამინის, K ვიტამინის და E ვიტამინის ზედოზირება სასშია. მით უმეტეს ორსულობისთვის, მით უმეტეს A ვიტამინზე გამომახვილებთ ყურადღებას, ასე რომ არ იფიქროთ, რომ ეხლა ორმაგს უნდა ვიღებდე, იმიტომ რომ ჩემთან ერთად არის ჩემი ბადარაც და ამიტომ არ დავიწყოთ ქაუტურად ყველაფრის დამატება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვნახოთ პროფესიონალი, რომელიც ამ სფეროშია და უსმინოთ ჩვენს პოდკასტს. აუცილებლად იმის მიუხედავად, რომ ორსულებთან მუშაობ დარბაზში, მე არასდროს არ ვურჩევ ორსულს, რა დანამატი მიიღოს და რა არა, იმიტომ რომ მათ ყავს თავიანთი მეან გინეკოლოგი, თავიანთი ექიმი, რომელმაც თავიდან ბოლომდე უნდა უთხროს ყველაფერი და რომელსაც უნდა ენდონ და არ უსმინონ ყველას, მათ შორის მეც. მე ჩემს ნაწილს მივხედავ დარბაზში ორსულთან მუშაობის დროს, რჩევების და ინფორმაციის სახით შემიძლია რაღაცის თქვა, მაგრამ აუცილებლად ყველა ორსულმა თავის პირად ექიმთან უნდა გაიაროს დანამატების საკითხი. ხები მით უმეტეს.
ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წერტილი, რომელიც შენ ახსენე და მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ ხშირად მქონია შემთხვევა, როცა შიში აქვს წონის მატების ოღონდ იმაზე მეტის, ვიდრე საჭიროა. ოღონდ ეს ვიდრე საჭიროა, აქ ვაქვს ხოლმე აცდენა. იცოდეთ მეგობრებო, რომ წონის ნამატი ადეკვატური ორსულობის დროს, როგორც წესი განისაზღვრება ხოლმე თქვენი არსებული BMI-ით ორსულობის დადგომამდე. შესაბამისად, განსხვავებული კილოგრამების ნამატი არის რეკომენდებული და ზომიერი და ნორმა, იმის მიხედვით როგორია ჩვენი BMI, რაც უფრო მაღალია BMI ორსულობის დადგომამდე, მით უფრო მცირე წონის ნამატს ველოდებით. ასე რომ ეს კალორიული ნამატი, ნუტრიენტული ნამატი არის ადეკვატური წონის მატებისთვის, რომელიც მე ნაკავ გითხრათ, რომ გეხმარებათ არა მარტო პოსტსამშობიარო დეპრესიის სიმპტომებში, არამედ პოსტსამშობიარო წონის კლების ხელშეწყობაში. ანუ აქ არ ვფიქრობთ კალორიულ დეფიციტზე, ვფიქრობთ პირიქით ნუტრიენტების შევსებაზე. რკინა, ფოლიუმის მჟავა, კოლინი, დ-ვიტამინი, ომეგა-3, შეიძლება დ-ვიტამინის დეფიციტი იმდენად გავრცელებულია, ესეც საყურადღებოა ხოლმე, კალციუმი, აი ამით გამოყურადღება გასამახვილებელი ნუტრიენტები წესით იწურება, თუმცა გააჩნია კიდე წინარე დეფიციტებს. ამას შევასში ხა შემოდის ძალიან საინტერესო ომეგა-3-ზე რაც მინდა კითხვა და გისვა. ამას წინათ ერთ-ერთ განგზობით შეხვედრაზე აკადემიის ჩვენთან სტუდენტებს წაუკითხე ომეგა-3-ის საჭიროება ასაკის მატებასთან ერთად. მენოპაუზური სიმპტომებზე ზოგადად ქალის ასაკის მატებასთან ერთად რა საჭიროება შემოდის ომეგა-3-ით, იმდენად გასაოცარი შეხვედრა იყო, მაგის მერე ალბათ 5-ჯერ მიუბრუნდა ყოველ ჩვენი სტუდენტი მაგნაწყს. რა ხდება ომეგა-3-ზე, რა ვიცით ახალი უბრალოდ რა ეჭვი გვაქვს ახალი კვლევებით ომეგა-3-ის საჭიროებაზე ასაკის მატებასთან ერთად ქალში. ხო, აი იმ კვლევას გავიხსენებ, სადაც 60-ზე მეტი ხნის ქალებზე იყო კვლევა ჩატარებული. მე მგონი 64 წლისები იყვნენ, თუ არ ვცდები, ყველა იყო 64 წლის და კონტროლირებადი კვლევა იყო. ნაწილს აძლევდნენ ომეგა-3-ს, ნაწილს ზეითუნის ზეთს, ასევე ჯანსაღი ცხიმი. კი, არაფერი ცუდი, ხო? ჯანსაღს ვადარებთ ჯანსაღს, მაგრამ ერთი არის ომეგა-3, მეორე ზეითუნის ზეთი. მათთვის ვისაც ზედმეტად დეტალებში უყვარს ნუტრიციოლოგიის ჩამოსვლა, ომეგა-3 და ზეითუნის ზეთს შორის განსხვავება არის ის, რომ ზეითუნის ზეთი, მაშინ როცა არის ჯანსაღი ცხიმების წყარო, ძირითადად ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავის წყაროა, რომელიც ომეგა-3-ისგან განსხვავებით არის არაესენციური. ომეგა-3-ის ესენციური, ანუ აუცილებლად საკვებიდან ამათიდან უნდა მივიღოთ. ეს დეტალური ჩართვა ნუტრიციოლოგიიდან. ხო. და გასაოცარი შედეგები მოიტანა ამან, იმიტომ რომ თან ფიზიკურად აქტიურები იყვნენ ეს 64 წლის ქალბატონები და იმ ჯგუფში, რომელიც იღებდა ომეგა-3-ს ზეითუნის ზეთთან შედარებით, გამოვლინდა კუნთოვანი მასის მატება, თორნიკე 64 წლის ასაკში, რაც რა ვიცი, სასწაულის ტოლფასია ალბათ. BMR-ის ან ბაზალური მეტაბოლური რიტმის მატება ასევე. ანუ მეტაბოლიზმის აჩქარება ბრჭყალებში. კი, და ეს კვლევები წარმოიდგინე რამხელა სხვაობას გაძლევს ორ ჯანსაღ პროდუქტს შორის იყო შედარება და ომეგა-3 ამხელა შედეგი აჩვენა 64 წლის ქალებში. ან კუნთოვანი მასის მატება ისედაც ყველას წარმოუდგენლად ეჩვენება ამ ასაკში. ყველა ასაკში ზოგადად, ყველა ასაკში წარმოიდგინე, ხო, და სასწაული კვლევა იყო და მეც ძალიან დამაფიქრა, რომ რა მაგარია ომეგა-3 და ეხლა ვსვავდა ალბათ 64 წლის ასაკში აუცილებლად თავლებ. ეს იყო ძალიან საინტერესო კვლევა. მეგობრებო, ვიცით, რომ როცა კვლევების სამყაროში მივდივართ, ყველა კვლევას თავისი მტკიცებულების სანდოობის ხარისხი აქვს. კი, ბევრი სხვა ბენეფიტიც ჰქონდა, უბრალოდ ზუსტად აღარ მახსოვს ახლა ეგ კვლევა თავისი პროცენტებით, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კვლევა შემოვა, იმიტომ რომ მაშინ როცა კონტროლირებადი კვლევა არის კვლევების უმაღლესი სტანდარტი, ერთეული კვლევა არ გვაძლევს რეკომენდაციების შეცვლის გზას, თუმცა გვანიშნებს, აი სწორედ რაც დავიწყოთ საუბარი, რა შეიძლება იყოს კიდე ისეთი, რაც არ ვიცით. კი, უბრალოდ იმდენად, ანუ პატარა კვლევა კი იყო, მაგრამ იმდენად მაღალი რიცხვები და პროცენტები გვიჩვენა, რომ არ იქნება ეს შემთხვევითობის ამბავი და ძალიან ველოდებით კიდევ ახალ კვლევებს, რაც დაიდება ომეგა-3-ზე. იდეალური. ნანკა ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი დღევანდელი საუბრით. ეხლა მინდა ვისაუბრო ისეთ წერტილზე, რომელიც ბევრ ქალბატონს შეიძლება არ გაუგია და ჩემთვისაც მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რომ ეს სივრცე არსებობდა, არ ვამახვილებდი ყურადღებას ან არ მეგონა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქალის შემთხვევაში, მენჯის ფსკერზე მაქვს საუბარი, შენი მეგობარიც რო გაგვაცნო და გითხრა მენჯის შემთხვევა ქალისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ ახლა, იმიტომ რომ იცი რა არის, რაღაც
პატარა გამოკითხვასავით მქონდა ჩატარებული Instagram-ზე, რა არის მენჯის ფსკერი თქო და უმეტესობა ქალმა პასუხი გამცა არ ვიციო და ეს იმდენად ტრაგიკული ამბავია ზოგადად ქალისთვის და ქალის ჯანმრთელობისთვის, რომ სასწრაფოდ გამოსასწორებელი ამბავია. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მენჯის ფსკერი, ხო? მენჯის ფსკერი არის ეს კუნთები, ერთ წამი ასე რომელიც არის გადაჭიმული ბოქვენიდან კუდუსუნის ძვლამდე და ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ აქ თურმე კუნთები არსებობდა და ამ კუნთებს აკისრია უდიდესი ფუნქცია პირველ რიგში იმისი, რომ ჩვენი მცირე მენჯის ორგანოები ეჭიროს, რომელიც არის საშვილოსნო, შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. აი ასე გამოიყურება შიგნიდან ეს კუნთები და ძალიან მნიშვნელოვანი კუნთებია, იმიტომ რომ ჯერ ერთი რეპროდუქციული ასაკის ცვლილებასთან ერთად და სხვადასხვა პერიოდთან ერთად ძალიან დიდი დატვირთვა მოდის ამ კუნთებზე. ანუ წარმოიდგინე, რომ ეს არის ჩვენი საძირკველი და ეს თუ არის სუსტი, რომ გამოვაცალო, ყველაფერი ჩამოიყრება. აქედან რაც ორგანოები გვაქვს, ყველაფერი ამას უჭირავს ფაქტობრივად, ხო? მცირე მენჯის ორგანოებზე მაქვს საუბარი განსაკუთრებით. ორსულობაში ამ კუნთებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, იმიტომ რომ მზარდი საშვილოსნო, მზარდი ბავშვი, რომელიც აი აქ ამოდის, მთელი ეს დატვირთვა მოდის მენჯის ფსკერზე, ხო? მშობიარობის დროს ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის მენჯის ფსკერი, იმიტომ რომ საშინლად იწყება. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება ტრავმები, ჩახევები, ეპიზიოტომია, ანუ ჩაჭრები დაჭირდეს მშობიარობის დროს. რისი აღდგენაც მერე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საუბარი მენჯის ფსკერზე მარტო. მენჯის ფსკერი არის ჩვენი ქორის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არც ჩვენი ქორი, ანუ მუცლის ღრმა კუნთები, განსაკუთრებით მუცლის განივი კუნთი, რომელიც ყველაზე ღრმა ფენა არის ჩვენი მუცლის კუნთების და ასევე დიაფრაგმა, ხო? ეს არის ერთმთლიანი სისტემა, რომელიც მუშაობს შეთანხმებულად და თუ სადმე რაიმე დისბალანსი არის, ირღვევა ეს სისტემა და ბევრი სხვა გამოვლინება შეიძლება გქონდეს, მათ შორის წელის ტკივილი, მენჯის პოზიციის ცვლილება წინ გადახრილი შეიძლება იყოს, ან პირიქით უკან გადმოხრილი, მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციის დაკარგვა, ამაში გულისხმობ არა მარტო დასუსტებას, არამედ ზედმეტ გადაძაბვასაც, იმიტომ რომ ეგეც იგივენაირი დისბალანსია და ფუნქციის მოშლა, როგორც დასუსტება, ხო? იმიტომ რომ კუნთის ფუნქცია არის შეიკუმშოს, გაიშალოს. თუ კუნთი მოდუნებულია ვერ იკუმშება, მაგრამ ზედმეტად შეკუმშული კუნთიც ვერ იშლება და თავის ფუნქციას ისიც იგივენაირად ვერ ასრულებს, ხო? ამიტომ, როცა საქმე მიდგება მენჯის ფსკერის ვარჯიშებზე, რომელიც რატომ ხოც ყველას კეგელი გონია მარტო, ესე არ არის, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია როგორც მოდუნება, ასევე დაჭიმვა, ხო? და კეგელის ვარჯიშები არ სრულდება წესით და რიგით დიაფრაგმული სუნთქვის გარეშე, მით უმეტეს როცა პოსტსამშობიარო აღდგენაზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ მშობიარობის მერე მოშლილი გვაქვს მთელი სისტემა. ანუ წარმოიდგინე, რომ პატარა ბავშვი როგორც ვითარდება ნელ-ნელა, დედის ორგანიზმი ზუსტად ეგეთივეა, ახალნამშობიარებ დედაზე მაქვს საუბარი, ანუ ახლიდან სწავლობს თავის სხეულთან კავშირს და ახლიდან იწყებს აღდგენას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სრულიად მოშლილია კავშირი. აი, რო აიღო და სადმე დაგუგლო ან ინფორმაცია მოიძიო პოსტსამშობიარო აღდგენაზე, ყველგან წერია reconnect with body, ანუ კავშირის აღდგენა. ეს არის პირველი ნაბიჯი და ამ კავშირის აღდგენაში გვეხმარება პირველ რიგში დიაფრაგმული სუნთქვა. არ მაქვს ლაპარაკი არანაირ ვარჯიშებზე, განსაკუთრებით პრესებზე. ხალხო, ვინც ახალი ნამშობიარები ხართ, არ გააკეთოთ პრესები არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტრაგედია. მშობიარობის შემდეგ მუცელი რჩება, გონიათ, რომ უბრალოდ გამოწეული მუცელი და ზედმეტი წონა არის, იწყებენ გიჟივით პრესების კეთებას, რომელიც არც წონის დაკლევაში გეხმარება და უარესად აღრმავებს პოსტსამშობიარო პრობლემებს. შეიძლება დიასტაზი იყოს, რომელსაც უარეს უშვებით, იმიტომ რომ მუცლის შიდა ზედმეტ წნევას ვქნით. წელის ტკივილები შეიძლება იყოს და ამას პრესის კუნთები არ გამოგისწორებს, იმიტომ რომ მუცელს აქვს
კუნთების ბევრი ფენა, ხო? მუცლის განივი კუნთი, რომელიც ყველაზე ღრმა არის, შიგნით აირიბი კუნთები, გარეთ აირიბი კუნთები და მერე არის უკვე პრესის კუნთები, რომლებსაც არ აქვს ისეთი ფუნქცია, როგორც ღრმა კუნთებს. ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ აუცილებლად პოსტსამშობიარო აღდგენის დროს განსაკუთრებით მუცლის ღრმა კუნთებზე, კორის კუნთებზე, დიაფრაგმის სწორ მოძრაობაზე, რასაც სწორის უნთქვით ვსწავლობთ და მენჯის ფსკერის აღდგენაზე. რატომღაც ვისაც რაღაც ინფორმაცია აქვს მენჯის ფსკერზე, გონია რომ ეს არის მხოლოდ ორსულების და პოსტსამშობიარო პერიოდის პრობლემა. არ არის ეგრე. პირველი რომ ეგ არის კი ბატონო, მეორე არის მენოპაუზა, სადაც ესტროგენის ნაკლებობასთან ერთად კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილები სუსტდება, მათ შორის მენჯის ფსკერშიც და აქამდე თუ არ გქონია არანაირი პრობლემა, ეხლა ჩნდება პრობლემები, როგორიც არის ორგანოების დაწევა, შარდის შეუკავებლობა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ კუნთების გამაგრება აუცილებელია ასაკთან ერთად, ვინც მენოპაუზას უახლოვდება და მესამე გაგიკვირდება და სპორტსმენი ქალები, ვინც აქტიური ცხოვრების რითმით არიან დაკავებულები, სიმძიმეებს ეკაჩებიან და ასე შემდეგ, ნებისმიერი ჩაჯდომისას, ნებისმიერი წონის აწევისას, სირბილისას, ხტუნვისას, მუცლში დაწნევა იქმნება და ეს მუცლში დაწნევა აწვება პირდაპირ მენჯის ფსკერს. ამიტომ თუ არ გვაქვს ცნობიერება მენჯის ფსკერზე, თუ მენჯის ფსკერი სუსტია, მოდუნებულია, კოორდინირებული არ არის, გაძლიერებული არ არის, სპორტსმენ ქალებსაც კი ემართებათ ისეთი პრობლემები, როგორიც არის ორგანოების დაწევა, შარდის შეუკავებლობა და ასე შემდეგ. ახალგაზრდა აქტიურ ქალზე მაქვს საუბარი, ამიტომ არ გეგონოთ, რომ ეს არის მხოლოდ პოსტსამშობიარო პერიოდის პრობლემა, ან ორსულების პრობლემა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ზრუნვა ამ ყველაფერზე. როგორ მიხვდი მაგაც ერთგლამდე გისმენდა თვალს და ყურს ვერ გწვათ, ყურს ვერ გწვათ ჩენ და თვალს ვერ გწვათ ჩენ მეგობრს. მენჯის ფსკერს და როგორ მიხვდი ამ წერტილამდე? იცი რა არის? როგორ მივედი და ჩემ აზრი, რომ ეს იყო, ანუ როგორ მიხვდი პრობლემის იდენტიფიცირებამდე და მერე ამაზე საუბრის დაწყებამდე. რატო დააპრიორიტე და გავიგე? იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო განათლება მაქვს და რეპროდუქტოლოგის განათლება მაქვს, ბევრი ინფორმაცია მაქვს და განათლება ორსულობის გარშემო და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გარშემო, ხო? ასევე ძალიან დიდი ხანია ვარ ტრენერი და ვხედავ იქ რა ხდება იმ სამყაროში და რაზე ვამახვილებ ძირითადად ყურადღებას ყოველთვის და ვამახვილებდით, რომ გქონდეს ლამაზი საჯდომის კუნთები, პრესის კუნთები, ზურგი, ფეხები, ხელები და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არასდროს აქამდე არ ფიქრობდა მუცლის ღრმა კუნთებზე, მენჯის ფსკერზე და ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაწყდებოდი პრობლემებს და აი ქალების გულის ტკივილს განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ, რომ აი იმშობიარა, ბავშვი კარგად არის, დედა კარგად არის, გაუშვით სახლში, მაგრამ მერე ამაზე არავინ არ ფიქრობს, დედას რა დისკომფორტები ექნება სახლში. მუდმივი წელის ტკივილი, გადმოვარდნილი, მოშვებული მუცელი, დიასტაზი, რომელიც დროზე არ იხურება და ბევრს დიდი ხნის განმავლობაში გახსნილი რჩება, სხვადასხვა ფსიქოლოგიური დისკომფორტი, ორგანიზმის ცვლილებები, ფიზიკური ცვლილებები, სარკეში რასაც ვუყურებთ, ანუ ამ გულის ტკივილებზე არავინ არ ფიქრობს და მოდიოდნენ ხოლმე და ვერ ხვდებოდი, რატო არის ესე, რატო არ ექცევა საქართველოში ამას ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ყურადღება მისაქცევია, რომ ჩვენთან ან ბავშვობიდან ეგ გვესმის ალბათ ყველას, რომ მუცელი დაგრჩა, მერე რა იმშობიარე, შენ ხო დედა ხარ, ანუ იმშობიარე ბავშვი ყავს, აბა როგორ გინდა, ეს ნორმა, შარდის შეუკავებლობა თუ გვემართება ასაკთან ერთად, ბევრ ქალს სხვათა შორის ნორმა გონია დაცემინებისას ცოტა შარდი რო ეპარება. არ არის ხალხო ეს ნორმა და არც ის არის ნორმა, რომ მუცელი უნდა დაგვრჩეს აუცილებლად მშობიარობის შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, როცა იცი და გაქვს ინფორმაცია იმაზე, შენს ხელში რა ხდება და რას უმკურნალო არა, უფრო დაეხმარა. ორგანიზმი იმდენად ჭკვიანი ბიოლოგიური სისტემაა, რომ მუდმივად იცის,
როგორ მოუაროს საკუთარ თავს. შენ თუ ხელს არ შეუშლი, შენი უცოდინრობით, ხო? და მე თუ ვიმშობიარე დამრჩა დიასტაზი, ანუ მუცლის სწორი კუნთები ერთმანეთს რო შორდება, რჩება ხოლმე ხშირად ეს დიასტაზი, ანუ დაშორებული კუნთები. და ეგრევე პრესების კეთება დავიწყოთ, ამ გონია რომ ეს გადმოგდებულ მუცელს და დიასტაზს დამიხურავს, რა თქმა უნდა, უარეს უშვები საკუთარ ორგანიზმს, ჯობია არაფერი არ გააკეთო მაგ დროს. შეეშვი, თავისით რაღაცნაირად ოდესღაც აღდგება, მაგრამ თუ გაქვს ინფორმაცია შენს ხეულზე, შენ შეგიძლია დაეხმარო შენს ხეულს ამ აღდგენის პროცესში, ხო? მენჯის ფსკერი რომ მოდუნებულია დიასტაზი, რო გაქვს წელის ტკივილი, რო გაწუხებს წელის ტკივილი, უმეტეს შემთხვევაში იმის გამო გვემართება, რომ მენჯის არასწორი პოზიცია გვაქვს, რასაც განაპირობებს დასუსტებული ან გადაძაბული მენჯის ფსკერის კუნთები, ან ტრავმების შემდეგ, სამშობიარო ტრავმების შემდეგ, ასევე ნეკნების არასწორი პოზიცია ყველაფერი წელზე მოდის დატვირთვა, მუცლის კუნთები მოდუნებულია და მივდივართ დარბაზში, ვიწყებთ ვარჯიშს უკვე არასწორ პოზიციაში და რაც გადაძაბულია, უფრო მეტად ვძაბავთ და რაც მოდუნებულია, უფრო მეტად მოდუნებული რჩება, ხო? იმიტომ რომ ეს იღებს მთელ ფუნქციას და ეს რჩება ისე ვისე და პრესი და მუცლის შიდა ზედმეტი წნევის შექმნა მაშინ, როცა ჯერ კიდე შენთვის არ შეიძლება, უარეს გვიშვება. საბოლოო ჯამში ვერ მივდივართ კარგ შედეგამდე და გონია ნორმა, რომ ვიმშობიარეთ და მუცელი დაგვრჩა. და ამ ყველაფრის ვარჯიში ინტეგრირება ხდება ვარჯიშთან სხვა სავარჯიშო რუტინასთან ერთად თუ განცალკევებული? იცი როგორ არის პოსტსამშობიარო აღდგენას თავისი პერიოდი აქვს სპეციფიური ვარჯიშების, პირველ რიგში დიაფრაგმული სუნთქვის და მერე ამ სუნთქვასთან ერთად სხვადასხვა მოძრაობების შესრულების, რაც ორიენტირებულია პირველ რიგში მენჯის ფსკერზე და ქორის სისტემაზე, რაზეც უკვე ვილაპარაკე, დიაფრაგმა და მუცლის ღრმა კუნთები, ხო? მერე მოსდევს ნელ-ნელა ინტეგრაცია სხვადასხვა ვარჯიშების და ნელ-ნელა ამ რუტინაში დაბრუნება. ორსულობა ხო არის 9 თვიანი. ერთი მაგდენი არის პოსტსამშობიარო აღდგენა იმისთვის, რომ დარბაზს და ჩვეულ ფიზიკურ აქტივობას დაუბრუნდე. ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, შეიძლება ვიღაცა ათლეტი იყოს, რომელმაც იცის ეს ყველაფერი და რავი 2-3 თვეში გაიაროს ეს აღდგენა და უფრო მალე მივიდეს იმ შედეგამდე, რაც უნდა, მაგრამ არიან ქალები, ვისაც არასდროს უვარჯიშია ჯერ და ეხლა იწყებენ და თუ სწორად გაივლიან ამ პოსტსამშობიარო აღდგენას, შეიძლება მომავალი ორსულობისთვის უფრო ძლიერები იყვნენ და უფრო კარგ ფორმაში იყვნენ, ვიდრე იყვნენ ორსულობამდე. წარმოიდგინე. რეალურად ამით ხო ეხლა შენ მარტო არ მიმართავ ქალბატონებს, რომელთაც ეს პრობლემა შეიძლება ქონდეთ, ან არიციან და უნდა დაიწყონ ფიქრი, იმიტომ რომ შენ როგორც მითხარი, ეს არ არის მხოლოდ ორსულობის შემდგომი პრობლემა. ეს არის ნებისმიერი ათლეტიკალის, ნებისმიერი ასაკის მატებასთან ერთად არსებული ყველა ქალის, აბსოლუტურად ყველა ქალის, ან ვინმეს თუ გონია, რომ მარტო ორსულობა არის ის დრო, როცა მენჯის ფსკერს ყურადღება უნდა მიაქციო, აბსოლუტურად არ არის ეგრე, იმიტომ რომ მეც და შენც რო ვზივართ, ეხლა შეიძლება გქონდეს რაღაცა უსწორობები, რაც გასასწორებელია პირველ რიგში სუნთქვის სწორი პატერნის ჩამოყალიბებით, ხო? ყველას ვის რა ხდება, ანუ ამ სფეროში ხარ ძალიან დიდი ხანია. ამაზე არ ხდება ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის და შესაბამისად არც ითხოვს, იგივე ხდება კვების სამყაროში. არის ის ადამიანმა ან არ ფიქრობს, ან იმდენად შეჩვეულია უკვე იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 80-ლარად 800 კალორიიანი დიეტა დაუწეროს და მიცეს და აქ საუბარი მაქვს ყველა სფეროზე, რომელიც კვებაშია ჩართული და მაგის პასუხისმგებლობა მეც მიმიზღვის წვლილი ნეგატიურ კუთხეში. გულისხმობ იმას, რომ ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ და ერთი საუბრობთ ახლა როგორც ვესაუბრებით მაყურებლებს, ვინც უნდა მოიხმაროს კვების სწორი გეგმა რაციონი. ან ვარჯიშის სწორი რუტინა. მაგრამ ამასობაში ვესაუბრებთ პროფესიონალებს, ვინც უნდა დააპრიორიტეტოს თავის ცოდნის გაღრმავება იმ წერტილში, რომელიც ესე პირდაპირ კავშირშია ადამიანის და ქალის კეთილდღეობასთან. აუცილებლად, იმიტომ პირველ რიგში ჩემი მიზანი არის ის, რომ ავამაღლო საზოგადოებაში ცნობიერება მენჯის ფსკერის და მისი მნიშვნელობის შესახებ. კი, ზოგჯერ ყველას ეცინება, იმიტომ რომ სულ მენჯის ფსკერი მაწერია პირზე, მაგრამ ეგრეა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. ეხლაც მნიშვნელოვანია, ორსულობაშიც მნიშვნელოვანია, პოსტსამშობიარო პერიოდშიც მნიშვნელოვანია, მენოპაუზაში ხო მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი რამეა ეს და საჭიროა რომ ყველა მიცოდეს და რაც უფრო მეტი პროფესიონალი გაივლის შესაბამის კვალიფიკაციას და მიხედავს ამ საქმეს, მით უკეთესი, იმიტომ რომ საერთო სურათს გამოვასწორებთ საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში, ხო, იმიტომ რომ საზღვარგარეთ არსებობს მენჯის ფსკერის ფიზიოთერაპევტი.
რომელიც აქ არც კი გამიგია საერთოდ რომ შეიძლება არსებობდეს. ნელ-ნელა შემოდის და ნელ-ნელა იწყება ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, ამას სჭირდება სპეციალური გადამზადება. თუ ტრენერი ხარ, ტრენერებს მიმართავ, რომ არის სპეციალური კურსები საქართველოში ჯერ არა, მაგრამ უცხოური, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ რომ გადაემზადონ და დაეხმარონ. პოსტსამშობია, რომ პერიოდის და მათ შორის ორ სულქალებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სწორი განათლება რა გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლო ამბავია, როდესაც ორ სულს მიუძღვები და პოსტსამშობია რო პერიოდის ქალს მიუძღვები. მან არა მარტო ცოდნის და ფიზიკურად მიდგომის კუთხით, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან განსხვავდება, ძალიან ფაქიზია ამ ადამიანის ფსიქიკა და თავისი სპეციფიკა აქვს, როგორ უნდა მიუდგე, როგორ უნდა ესაუბრო, როგორი კომუნიკაცია უნდა გქონდეს, აი თუნდაც ორსულების ვარჯიშზე, ხო, თორნიკე არ არსებობს გაიდლაინი, რომელიც გეტყვის, რომ ორსულს ამდენი უნდა გქონდეს პულსი, ეს უნდა გააკეთოს, ეს არ უნდა გააკეთოს. კი არის რაღაცა შეზღუდვები, რომელიც ყველაზე ვრცელდება, მაგრამ თითოეულ ორსულთან მუშაობა არის ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე დაფუძნებული, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება აქ იყოს ზღვარი, ვიღაცისთვის შეიძლება აქ იყოს ზღვარი. ანუ ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი არის კომუნიკაციაზე და არა რაღაცა გაიდლაინზე, რომ ამდენი წუთი უნდა ივარჯიშოს კვირაში და ამდენი უნდა გქონდეს პულსი, ხო? ძალიან ინდივიდუალურია ყველასთვის, ამიტომ საჭიროა რომ ამ ამბავს მივხედოთ რა. ძალიან დიდი გულის ტკივილია, მე მგონი ყველა ქალის და მე ძალიან ვღელავ ამ თემაზე და ვცდილობ მაქსიმალურად რომ რაღაცნაირად ავამახლო ამის ირგვლივ ცნობიერება, იმიტომ რომ ქალი რომელიც მეუბნება მეჯისფსკერი არ ვიცი რა არისო, ტრაგედიაა. ეგ არის ტრაგედია. ნანგად ძალიან დიდი მადლობა იმ ენერგიისთვის, რასაც ამ ნაწილში დებ, იმიტომ რომ გიყურებდა თვალები აგენტო, როგორც კი ამ თემაზე საუბარი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ, შენ იცი რომ ყველაფერზე საუბარი ნაკლებად ხდება და მას სჭირდება ბევრი დრო და ენერგია და ფოკუსი, რომელსაც როგორც წესი ვერ ვხედავთ ხოლმე რა ხდება კადრს მიღმა, მაგრამ იმიტომ რომ ვიცი და ამჯერა რა ენერგია გაქვს ყველაფერს ჩადებული არ ვიცი, ხა ვიჯექი და სიამოვნებით გისმენდი. თან ამასობაში ამაყივა რომ შენერ ადამიანებთან ერთად მიწევს ამ თემებზე საუბარი და ყოველდღიური, ყოველკვირეული განათლება და ახალი ინფორმაციის მიღება. ასე რომ მადლობა იმისთვის, რაც საკეთებ და მადლობა იმისთვის, რომ აქ ხარ. მადლობა შენ. ჩვენი კომუნიკაცია ძალიან საინტერესო დაიწყო ძალიან საკმაოდ დიდი ხნის წინ, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ უბრალოდ მგონია რომ ძალიან დრო გავიდა ისეთი კომუნიკაცია შედგა ძალიან პროცესში. რა პერიოდი იყო? დაახლოებით 2 წლის წინ? 2 წლის წინ მე მგონი კი. 2 წლის წინ. აღმოჩნდით ერთმანეთი მე და ნანგამ აკადემიის ჭრილში. ძალიან გულწრფელად რომ მითხრა, რა შენთვის რასთან ასოცირდება რა განცდებთან, სად იყავი, სად წაქცია წინ და როგორ ხედავ ჩვენი ამ სფეროში განვითარების მომავალს. ნუტრიშენ აკადემიას გულისხმობდა საქართველოს ნუტრიციოლოგიის ჯუნგლების გაკაფვას, რომელიც ახლა ჩვენთან ხდება. პირველ რიგში მინდა გითხრა ძალიან დიდი კომპლიმენტი და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ მართლა სასწაული საქმე გაქვს გაკეთებული უკვე ამ ეტაპზე მთელი საქართველოსთვის. წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი მოვიდა შენთან, რამდენმა გაიგო ახალი სწორი კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია და რამდენმა შეცვალა საკუთარი ცხოვრება ამ ცოდნაზე დაფუძნებით და აქედან ნაწილი კიდე სხვა რამდენ ადამიანს ეხმარება, ანუ ეს ხო არის მთელი ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც ვრცელდება მთელ ქვეყანაზე და რაღაცნაირად მივდივართ სწორ გადაწყვეტილებამდე ყოველდღიურობაში, ხო, რაც კვებას შეეხება. მეორე ის მინდა გითხრა, რომ პირადად ჩემთვის შენ, რა ვიცი, შემოანათა ჩემს ცხოვრებაში მაშინ 2 წლის წინ, იმიტომ რომ ზუსტად იმ ზღვარზე ვიყავი, აი მედიცინას და ფიტნეს შორის საით წავიდეთქო და რო გიყურებდი რა გააკეთე, როგორ ააწყვეს ყველაფერი, ნელ-ნელა შენი ყურებით დამებადა ეს мотиваცია არის თუ აზრი, რომ აი ეს ყველანაირი ცოდნა რაც მაქვს, პლუს ამას დამატებული შენგან მიღებული ცოდნა ნუტრიციოლოგიის კუთხით,
როგორ შემიძლია გავაერთიანო და მთლიანად შევკრა ისეთი რაღაცა დიდი ბირთვი, რომელიც იქნება ცალკე ქალზე მორგებული და სპეციალიზებული მხოლოდ ქალის მიმართულებით. ძალიან დიდი მოტივატორი იყავი პირადად ჩემთვის და რა ვიცი, ძალიან სწორ დროს გამოჩდი ჩემ ცხოვრებაში. არის ტირო. გავწითლდი ზედმეტ, გულმეს მადლობა ნანკა. თქვენ ხართ ჩემი ენერგიის ხარო. ასე რომ ბევრი რამე არის წინ. კი, ძალიან ბევრი, ეს მხოლოდ დასაწყისია და ეხლა ვიწყებ ნელ-ნელა. ზუსტად. ეხლა ერთი რამე, წარმოგიდგენთ 5-10 წელი გავიდა. და გვისმენს მაყურებელი ან გვიყურებს ამასობაში. და ერთმანეთ კიდევ ბევრჯერ შევხვდით, ვისაუბრეთ არაერთ სხვა ჭრილზე ქალის ჯანმრთელობაში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების ფიზიკური აქტივობის კუთხით და ამას ელოდეთ შემდგომ კვირებში და თვეებში, ნანგას აქტიურ ხშირ დაბრუნებას და მის მისწრაფებებს სადმე აუცილებლად აღწერაში დავდებ შენს სოციალურ მედიას, სადაც კიდევ უფრო მეტად გაერკვევიან ადამიანები მეჯის ფსკერის საჭიროებაში. და გავიდა 5-10 წელი. რა შედეგამდე მივდივართ ჩვენი აზრით, როცა ცნობიერებას ვამაღლებთ? რა არის ყველაზე კარგი რამ, რასაც შედეგად ვიღებთ 5-10 წლის პერიოდში? ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ძალიან ჭირდება წლებთან ერთად, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში გვაქვს იმდენი სტრესი, იმდენი საფიქრალი, ცხოვრებას გეგმავთ, ვიწყობთ, მუშაობთ, შრომობთ, წვალობთ, ახლობლებზე ვზრუნავთ და ასე შემდეგ. ანუ თუ ჩვენს სხეულში არ გვგრძნობთ თავს კარგად და კომფორტულად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის კეთება, ხო? და როცა ვართ ჯანსაღები, ჯანმრთელები, ვზრუნავთ საკუთარ სხეულებზე და კარგად ვიცით პირველ რიგში ვიცით რა ჭირდება ჩვენ სხეულს, ეს ყველაფერი ბევრად მარტივი ხდება და ჩემი აზრით 5 წელში ბევრად უფრო გაუმჯობესებული დიდი სურათი გვექნება ამ ქვეყანაში, გინდ ქალური მიმართულებით და გინდ ზოგადად ნუტრიციოლოგიის მიმართულებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებ შენ და ჩემთვისაც ძალიან დიდი მოტივატორი ხარ, იმიტომ რომ მართლა გულით მინდა რომ ქალების ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ და ყველა ის მითი დავანგრიო, რომელიც ბავშვობიდან გვესმის და გქონია რომ არის ნორმა. როცა სინამდვილეში არ არის ნორმა. და კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ ჩვენი ცოდნა არის ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არის უჭკვიანესი ბიოლოგიური სისტემა, რომელიც მუდმივად გვაძლევს რაღაც სიგნალებს, ხო? ტკივილი იქნება, მენსტრუალური ციკლი იქნება, ტკბილის მიმართულ ტოლვა იქნება, უენერგიობა იქნება. ეს ყველაფერი არ არის სისუსტე, არ უნდა აღვიქვათ როგორც სისუსტე. ეს არის რაღაცა სიგნალები და მონაცემები, რომლებსაც გვაძლევს ჩვენი სხეული და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ამის სწორად წაკითხვა. და როცა ვისწავლით ამ სიგნალების სწორად კითხვას, აი მე ხდება ის რაც ხდება, ხო? ანუ იმხელა თავდაჯერება და ძალა და ენერგია შეგიძლია იპოვო საკუთარ თავში, რომ ვერც წარმოიდგენ აქამდე. იდეალური ბოლო მესიჯია და მაგამდე ნახსენებ ყოველ წერტილში ჩვენი აქტივობა მხოლოდ გამოვა და მივა იმ წერტილამდე, სადაც გვინდა და ვფიქრობთ რომ მივა, თქვენ ჯანმრთელობით, ვინც ახლა ამ ყველაფერს უსმენთ და უყურებთ. თუ ერთი წერტილი მაინც იყო, რომელიც წერტილის ფიქრობ რომ კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარება, ან არასაჭირო დარდებს მოგაშორებს თავიდან და მოგმართავს უფრო ჯანსაღი და მტკიცებულობას დაფუძნებული მიდგომისკენ, იცოდე რომ ამისთვის კომენტარების გრაფა ღია ამ ვიდეოს ქვეშ და ასევე გადაზიარება იმ ერთჩენ ახლობელ ოჯახის წევრ, შვილ, დედა ან მეგობარ ქალბატონთან, რომელსაც იცი რომ ეს ინფორმაცია ჭირდება. ბევრი რამე გვაქვს წინ და ნანკა უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო თემაზე, საინტერესო საუბრისთვის. უღრმესი მადლობა შენ მოწვევისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო შაბათს საღამოს 6 საათზე.